country, Georgia! Let's go, man! ბიჭო, ლაშა გურული შემოგვიერთდა. რა ვახთ? ცოტა მაკლია. Go-to კოლექტივში ხართ მაყურებლებო და პროსტა ერთ რაღაცას ვიტყვი რა. აქ მუშაობს Fight Hop პოდკასტი. ყველაზე საინტერესო პოდკასტი. დალაერთობაში არ დაგავიწყდით. დაუცხოთ აბა ბიჭებო, კაი ხანია არ გვინახი ხართ, არ გვისაუბრია სამწუხაროდ და არის ზოგჯერ ესეთი სიტუაციები ცხოვრებაში, ვერ ვახერხებ ყველას შევეხმიანო ისე ხშირად როგორც მინდა ხოლმე. ზოგჯერ აი რომ პროსტა მომინდება ხუჩასთან ლაპარაკი, რაღაცას მივწერ, ყოფილა ეგეთ სიტუაციებში, ზოგჯერ აი რომ აი აფშე საერთოდ არავის არ ვწერ, კაი ხანი გასული ვარ მოფსახურების ზონიდან, ეხა მაგალითად ეს კვირა რამდენი რაღაცები ხდებოდა ხო საინტერესო პორიეს და მაგ შორის თელი Fight Week-ი და არაფერი ვაფშე არ ჩამირთავს, არ მინახავს რა. And still BMF champion Ilya Topuria. Yeah, BMF champion Ilya Topuria. კი და მე ველოდებოდი მაქსის მოგებას სხვათა შორის ყველა ჩარტვასზე, ყველა იმაში, ყველა ვიდეოში სადაც მომეცა საშუალება თქვი რომ მაქსი მოიგებს გოლ ჩემი აზრით. მე გვერ დავინახე სიმართლე გითხრა, ამიტომ რომ ეს მესამე ბრძოლა იყო, ორი ქონდა მარცხი უკვე. როცა მარცხი გაქვს ძირითადად ვინც მოიგო, ადრე ის იგებს ხოლმე რა. თამახოდუ მაქსი გამოდიოდა ნოკაუტიდან რა, ილიას გათიშვიდან და ბიჭო, აი ვერ ხედავდი რა. აი თქვენ რა არა მაქსი მაგრა იზდება. ახლა მაგალითად ვულკანოვსკისთან ჩხუბებს რო ვულკანოვსკისთან ყველა ჩხუბის შემდეგ ვულკანოვსკის შემდეგ ხო ძალიან შეიცვალა, ძალიან გაიზარდა ვითო ხარ ეთყობა. მაგრამ ძალიან ახლა ძალიან გასტიგდა ძალიან შექონდა. მაქს ჰოლოვეის რო კონდეს ილია თოფურიასნაირი დარტყმის ძალა ხო? ჩათვალე რომ მეორე ილია თოფურია გვეყოლებოდა სპორტში. ისეთი ჭკვიანია რა. ისეთი IQ აქვს მაღალი. ძალიან მაღალი IQ აქვს და იმენა ძალიან მაგრა ეხმარობს ინსტრუმენტებს და რა ვიცი, მართლა მაგრა გაიზარდა შეიძლება თქვა ვაფშე რა. 2019-ში იჭხუბენ ის მეორე ჭხუბი მაგათი ბოლო ჭხუბი და 6 წელი გავიდა და სადა დედამიწა არის განსხვავება არ და ძალიან მაგარი მებრძოლი იყო ხო ძალიან სასწაული სტრაიკერი იყო ადრეც 2019-შიც მაგრამ დღე გუშინ იყო კარაში ძალიან მაგარი თუ დღეს შეიძლება თქვა ძალიან მაღალი დონეზე იყო იმენა ტიპი კომბინაციას გააკეთებდა და ეგრევე პორიეს ბლაინდ სპაჩი გადადიოდა რა. ვეღარ ხედავდა ეძებდა პორიე და ერთხელ მაინც რო ეკნა დასტნის ის რო აი ესე რო იდგა მაქსი რო მოდიოდა კუთხეს რო ჭრიდა აქეთ სწორ მხარეს რო მოძრაობდა ეგზის რო ნახულობდა ერთხელ პროსტა აი ესე რო ეკნა შემოbrunებულიყო გაუადვილდებოდა მაგრამ მისდევდა უბრალოდ პორიე რა. ნუ არა ნუ ეგრო ეკნა მე მაქსის პარაგრაფს ძიმები გაუტარა მაგრამ არ იყო რა. ორესიამუნებას ღებულობდა გონდა ჩხუბის მოგებას იმდანაც აღწელობდა. თლიანობაში ხო, ეგეც არის. თლიანობაში მე მაგრა ვისიამოვნე ჩხუბით, ნუ მაქსის ჩხუბით განსაკუთრებით რა. პორიეს კარიერათი რა თქმა უნდა ყველამ ვისიამოვნეთ, მაგრამ თვითონ მაქსმა რაც გააკეთა გუშინ როგორც იჩხუბა. ბიჭო, კოჩას გითხოთ ამ ბრძოლის ჭიდაობაზე რას ფიქრობს? ჭიდაობით აი ბრძოლა რომ არ ეგრძელდებოდა ვიცოდი, მაგრამ მე რას ვფიქრობ ვიცი რომ ჰოლოვეი ხო ზედაწონაში გაცდევთ რომ ფიზიკურად ამტანია და უკეთეს მაგრამ ძიმე დარტყმების აქვს და ვფიქრობ ხო 66-ში ისე ვერ წარმოაჩინა თავი იგივე ვულკანოვსკიდან თუნდაც იგივე ილიასთან რა. ახლა ვფიქრობ ილიას და ჰოლოვეის რემატჩი შედგეს 70 კილოში შეიძლება განსხვავებული შედეგი იყოს რა და იქ მის დარტყმები უფრო აიტანოს და ვაფშე 5 რაუნდს გაგრძელდეს და სტილისტიკურად 70-ში უფრო მეტი შანსი აქვს გონი რა ილიასთან და მსგავს მებრძოლებს. ერთადერთი ფაქტორი ყოველთვის რომ რაღაც უბედური დარტყმა აქვს ამ ჩვენ კაცს. მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს წამებში ყოველთვის რაც არ უნდა აგებდეს. ხოლო ორი ჭხუბი ზედიზედ ჯდება ძალიან ბევრს ნიშნავს მაგე. უკვე ამ ჭხუბშიც დაეცა, უკანა ჭხუბში დაუნდა. მაგრამ ვერ გადაიდას. მაგრამ ისე პრობლემები პირველ ჭხუბშიც შეუქმნა მაქსმა ილიას და ახლაც მეორედაც შეუქმნის ალბათ, მაგრამ ილიას იმას თუ გავისწრებთ რომ ილია თან მაღალი IQ აქვს, თან მაგარი ფუტვორკი აქვს, ტექნიკურია, სუფთა ბოქსები და თან სასწაული დარტყმა აქვს რაღაცა, ამქვეყნიური თოფურია მაინც ყოველთვის ფავორიტი იქნება, ალბათ უკვე ყველასთან ნებისმიერთან რა. რაც უნდა მაგარი ფუტვორკი ქონდეს ხოლმე თოფურიას შესვლა ფეხში არ ეზარება რომ საერთოდ სტილიანი. ბიჭო, როცა პადი პიმბლეტი, არმან წარუკიანი და ესენი ელოდებიან, ეხა არ მგონია რომ მაქსმა გადაახტეს ვიღაცას რა, რას ფიქრობთ?
ერთი მედია გამარჯვება რაღაც. აი მაგალითად პედი პიმბლეტი და ჰოლოვერი ვაჩხუბონ, ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება ჩემი აზრით. საინტერესო ძალიან იქნება. ძალიან სწორი matchmaking იქნება. წერა მომბუნდი მაგარს იმაში რა ქვია, ლაივში ვიყავი და ეგ იქნებოდა კაი თქო რა. თან მე მგონი ჰოლოვერი გახევს პედი პიმბლეტს. იმენა ძალიან წვეჭია, ძალიან მაგრა გახევს. უკაჩავს იგა თორე დგომში კი აჯობეს მაგრამ. იგი მგონი არა გაუკაჩავს, სკოლა მაგრა ჭიდავს. ბიჭო დაცვაც მაგარია და პედი პიმბლეტი ითრევს მაგას, ანუ სისტემა რა და კლინჩი და ბიჭო არ არის ეგრე. პედი პიმბლეტი კი შეტევაში ძალიან ძლიერია და გადასვლები აქვს სწრაფი ძალიან, მაგრამ მაქსის ადგომის სისტემა რომ ინახავთ მე ცენტრშიც მოედნის და არენის ცენტრში და ასევე კედელთან იცის ზედმიწევნით იცის ტიპმა ფიქრი არ ჭირდება იმაზე რა უნდა გააკეთოს ვიდაყო როდის უნდა დადოს როდის უნდა გადაბუნდეს და ესე შემდეგ რა ბიჭებს მკითხეთ რო გინდა და ისე ატრიალებს მეტოქეებსთან რომ ხშირად მეტოქეს თავი გარეთ რჩება და ძალიან მარტივად ატრიალებს თვითონ მეტოქეს ხოლოვე ამიტომ მიჩემ სტილისტიკურად მე ხოლოვეს ვირჩევდი მაგ ჯობში ანუ ვირჩევდი გამარჯვებულად და ისე ვის ისურვებდით ბიჭებო ანუ ილიას შემდეგაც უფრო წარუკიანს თუ იმას პიმბლეტს არა თქო უნდა მინდა რომ წარუკიანი და პიმბლეტიც განახოს იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და გესისთვის მაგრამ როგორც ახლა მე ხოლოვეს ნაწილობრივ შეიძლება თქვა ფანი ვარ რა და მაგრამ სიამოვნებს ის მომენტი რომ ხოლოვე შეძლოს და მიაღწიოს და თავიდან მივიდეს კამრამდე და რაღაც ისტორია ანუ თავიდან რო გათიშოს ილიამ ხო მაგრამ ილიასთვის არაფერი არ მოაქვს მაგ ჩუბს ვაფშე არაფერი არ მოაქვს მაგსთან ჩხუბს გათიშა ხოლოვეიო ხო ანუ ხოლოვესთან ჩხუბ მეორეჯერ არაფერი არ არის და მაგალითად პედი რო გათიშოს და შემდეგ არმანიც რო გათიშოს ანუ გათიშოს მოუგოს მნიშვნელობა არ აქვს მართლა გითხრათ просто რეზუმესთვის ეს ორი დასას შორა დამთავრებული არის ხო მე იმედია ხო ეს სწორად თქვი გათიშო მოუგოს რა იმიტომ რომ ეხა ყველა შეიძლება ვერ გათიშო რა მაინც რაც არა არმანი თან ამბანია მაგალითად ანუ თავარი აი ეს ფინიში მოვა ილიასთან ისეთი სტილი აქვს ის ფინიში მოვა თუ მომშლელია რამე არ უნდა გაეკიდო არ ამგონია ექსისტომა და უშოს თოფურია არა ვიზე არ ნაკლები ის არ აქვს ხო IQ და გონება მაგრამ მე მინდა რომ ილიამ რაუნდები მოიგოს სტაბილურად რა აი ყველასთან არა ისე ამბობენ თვითონ არმანის საფრთხე არისო და რაღაც შეიძლება ისე არმანი ვაფშე არ არის საფრთხე ბიჭო 6 თვეა თუ რაღაც მეტი 8 თვეა მაგას ვიძახი რომ არმანი არის ყველაზე ნაკლებად სახიფათო ილიას როგორც ფინიშერი კი არ არის როგორც ფინიში მაგრამ ისე ძალიან რთული მოსაგებელი არის არმანი როგორც ფინიშის ანუ როგორც ფინიშერი არ არის ფინიშერი ინსტრუმენტები არ აქვს არმანს რითი გადაფაროს თოფური არ მეხდე ინსტრუმენტები არ აქვს მაგას რა რა უნდა უხდეს შენი აზრით ილია გააკონტროლებს არმანი დიდი ხანია ვერ ადგება არა ხოლოვე ხო უფრო ძლიერი ტიპი არის სტილისტიკურად ითოფურიასთან საწინააღმდეგო წარმოიდგინე იმიტომ რომ მოძრაობს ატრიალებს კუთხეებს არმანი ეჭიდავება ილიას ჰოლოვე არ ეჭიდავება ოლივერას ჭიდაობას და არმანის ჭიდაობასაც ვერ შეადარებ გოჩა მეთანხმები თუ არა მე გეთანხმები შენ რომ საროგიანი ხო და სხვადასხვა ჭიდაობა მაგრამ წინ წასვლა მაგხელა დაბალ პანჩერთან ხო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება არის მასე ფრონტალურად მუშაობა დაბალ პანჩერთან ძალიან ცუდი გადაწყვეტილება სტილისტიკურად და მართლა რეალურად შანსია ეს ძალიან ცოტა აქვს ხოლოვეს კიდე ხოლოვეს უფრო მეტი შანსი აქვს მაგა ვიდრე არმანს ეს ესე მგონია უბრალოდ თითქოს გამოდის რომ გონია წარუკიანი მოუგებს ილიასო I didn't say that. არა, კაცო, ნუ კომპლექსები თუ ძმახარ ერთი რა გჭირთ ბიჭო, რა გჭირთ ამ ქართველებს რა იყო რა. ბიჭო, მომისმინე, რა ხდება იცი? ეხა სახიფათო არის თუ არა მთლიანობაში რომ წარუკიანი იმსახურებს, ეგ ფაქტია. იმსახურებს ყველაზე წინ არის ხალხში, მაგრამ რატო მისცემენ თუ არა და რა თუ არ მისცეს, რატო არ მისცემენ, ეგეც ყველას კარგად გვესმის, რატო შეიძლება მოხდეს რა. ერთი მიქარული აქვს, ძალიან მაგარი ივენთი ჩაშალა, მეორეც რომ ბიზნესის ხრი პედი უფრო ურჩევნიათ, მაქსით შეიძლება უკეთესი იყოს საქმისთვის და ესე შემდეგ და ნახოთ. ისე მაქსის შემთხვევაში ყველაზე ისეთ კარგი გამოსადეგი იქნება USS-ის, იმიტომ რომ უკვე ნახე ერთი ხო აგილიას მოგებული. მერე
ღმერთთან უკრას რომ მაქსმა მოუგოს ილიას რევანში ხო? მე უკვე ტრილოგია აქვს. რაც ადვილი გასაყიდი იქნება რა. ბრაჯმეჩი. ბიჭო სად მარა გახვედი? მაგრამ ახლა ყმარო გაუსწრს და მაქს ამ ჭუბიდან გამომდინარე ხედავ რომ სავარაუდოდ უფრო ცუდად შეიძლება დაუმთავრდეს მეორე ჭუბი. ხო, ეხლა თან საკითხი არის ის, რომ ანუ შემდეგი პადი იქნება და თუ არა, მე მგონია რომ პადისთვის ადრე არის ეს ბრძოლა რა. ანუ პადის კოუჩი რო ვიყო რა, ხვიჩი. მიცემდი შემდეგ ილიას და აიღეო, ეტყოდი თუ მოდი კიდე ერთი ავიღოთ. პადისთვის რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, პადის რომ ისე ის აიღებს, ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს, მაგრამ matchmaking-ის თვალსაზრისით ხო არა ვის მოუგო, ჩემპიონს მოუგო, ჩამორეცხილს ახლა რეალურად ვის მოუგო. არავის არ მოუგო პედიპიმბეტმა იმ ტოპიდან რაც არის ტოპ 5 ახლა UFC. უჩა ეგ ხშირად ხდება ძმა, ხშირად ხდება. ყველა მაგრეგორმა მოუგო დენის სივერს, როცა ტიტულზე გავიდა. ხო, მაგრამ თვითონ ილიამ მოუგო ჯოშ ემეტს ტიტულზე რო გავიდა რა. მასე აწიენ უმარი მერაბთან და რა დაემართა ვერაფერი. უმარიც ეგრე აწიენ. ვაფშე ხაბიბი როგორ გახდა ჩემპიონი. ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ არა. ეგ რა, ვერ გაიგებ რა. მაგრამ მაგ შემთხვევაში ხა თოფრიასთან პადის არ გაუმართლებს და არ გაამართლებს ალბათ. მაგი ჯობს კიდე რო აი მოგოს ჰოლოვეის და მაშინ გაიყიდება და შეიძლება თქვა და რაღაც იქნება და ჰოლოვეისაც რომ მოუგოს პედიპიმბეტმა განცდელი არის. მე მგონია რომ გეიჩი ჰოლოვეი მაგჩობს. რატომაც არა საბრძოლო. მე მგონი ჰოლოვეი მაშინ ბრძოლებს არც ერჩებს ხო? გეიჩი იქნება ალბათ გეიჩი პადი იქნება რა ჩემი აზრით. მაგრამ მე ხა ჰოლოვეის ადგილას რა ვიცი რა აზრე პედისთან რატომ დაიჭყულოს რა. და იმ კითხვას თავი როგორც ნომერ 1 პრეტენდენტი ალბათ 70-ში მეტი რა გზა აქვს. სხვა ოფციებიც არ დარჩა პრინციპში ხო მაგას. პრინციპში ეგრეა, კი. არავინ არ დარჩა ლაითვეიჩი, ვის უნდა იჭყულოს. ანუ ოფცია ჭუბის, ანუ კარიერა როგორ გაიზარდოს ოფში, როგორ შეუძლია. ავიდეს კოვიდა ისე ორგანოსი შეხვდეს და არა უკვე всё დაიკლებს და რომს დაიკლოს ხო აღარ შეეხებია მასა და ცოდოა თან უკვე ამდენი დაკლება ორგანიზმი იმენა კლაუ არც ილია ჩავა ქვემოთ და არც მახაჩევი ესე მგონია რა ინტერესი როგორ ჩოდა მეცი რა მგონია გახსოვთ რომ ყველა ელოდებოდა ბელალის და JDM-ის ბრძოლას რა ანუ რა მოხდებოდა რა აი ეხლა მგონია რომ ელოდებიან ზუსტად იგივეს მახაჩევის და JDM-ის რა და მერე გადაწყდება ალბათ უფრო ანუ ილიას შემდეგი ბრძოლა რა იქნება რა მაგრამ ჩემი აზრით დაცვა უნდა იყოს აი ერთი დაცვა მაინც უნდა იყოს რა თქმა უნდა და აუ ეს მე არ ვიცი ახლა ბიჭო ილია თოფურიას 67 კილოგრამში ბრძოლის იდეა ძალიან არ მომწონს რა რაც ახლა თქვენ 77 კილოგრამში 77 კილოგრამში 170 ფუნტში ხო ოკეი welterweight right 170 ოკეი მე მაგრა არ მომწონს არა მაგ მარტო ახლა თუ მახაჩევს ეჭხება რეალურად მეტი უნდა მახაჩევთან იყოს რა მახაჩევთან იყოს თუნდაც რა არა მახაჩევი საჭიროა 70 რო გაკეთოს მახაჩევი ფონდ ჩემი აზრით მასე 55-ში იქნება უფრო მაგარი მახაჩევის დამარცხება და უფრო რეალური. ხო, მაგას გულისხმობ რა 155-ში რო დაიკლეს მახაჩევი, ხო, მაშინ ყველგას გაიხსნება ყველა თოფრიას ფავორიტული ასპექტები მაგ შემთხვევაში რა. ბიჭო, ხო გქონია ეგეთი სიტუაცია, რომ ვინმე ტიპი დიდი ტიპია და გისპარინგია და აი წონას რო იკლებს ჩხუბისთვის რო იმზადება და უფრო ლაითი როა. გიადვილდება მაინც ასე თუ ისე რა, ხოლმე ხარ და მე რო იმატებს და აღარ დიეტაზე აღარა და უკვე ჯანზია, უკვე სხვა შეგრძნებაა აბსოლუტურად რა. ფიქრობ რომ შეუძლია უფრო ადულად გატკინოს რაღაცა ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ ერთი. მე მეორე რატო უნდა მისცეს ამხელა უპირატესობა? აი რატო უნდა აჩუქოს ამხელა ამდენი კილოგრამები? რის გამო რა? აი მახაჩევს უფრო ჭირდება ვიდრე ილიას და ანუ მივცეთ ანუ უნდა პირდაპირ რა, ეს რაც ჭირდება. ხო, მაგრამ ხო რა, ანუ თოფურია შემთხვევაში პროსტა ჩვენ არ ვიცით მის შემდეგი ნაბიჯები, იმიტომ რომ პრინციპში ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. კი ბატონო, ზარია რა. ყველა ოფცია ღია აქვს და რა თქმა უნდა ყველას მაგარი არის ის ოფცია აქვს ღია რომ წეროს ისტორია როგორც უნდა და რაც უნდა ისაკეთოს რა. რა თქმა უნდა მაგ ხელა თავისუფლება მაგარია, მაგრამ ხო ის არ უნდა დაიწვა მაგ ცეცხლი რა შეიძლება რომელიც მაგ იმან არ უნდა დაგწვას რა.
რა თქმა უნდა, რაც უფრო მაგარი ისტორია შეგიძლია დაწოება, 10 ფერი მაგარი შეიძლება დაეცებინო. ჯერ ძალიან მაგარი ბრძოლა აქვს წინ მახაჩევს. და მოსაგებია. ძალიან მაგარი ბრძოლა აქვს, რა თქმა უნდა. საინტერესოა 77-ში როგორ იქნება მახაჩევი, იმიტომ რომ 70-ში უკვე არ მოყვებოდა მისი ძალა, ასე რომ ვთქვათ რა. ბოლო ჩხუბებში მე არ მომწონდა მახაჩევი რაღაც ისე იყო, რატო არის მეთქი ეს ადამიანი ფაულში ნომერ 1, როცა რეალურად ხო ახლა ოლივერას გარდა არავის ოლივერას გარდა ხა იმ მომენტში ახლა პორია უკვე ჩამოწერილი იყო ჩემი თვალსაზრისით და ისეაც გაუჭირდა და იმანაც არ დააკლო, ასე რომ ვთქვათ რა. რეალურად დომინირებული გამარჯვება, დომინაციური გამარჯვება ტოპ ბრძოლაზე აქვს მარტო ოლივერას გაკეთებული ის ყველაზე. და რატო არის მეთქი პაუნდი ფიქრობდი და ანუ მიზანშეწონილი აზრი არის. პროსტა იმ მომენტში არ იყო ჯონსი დაჩაგრული იყო და იმ მომენტში არ იყო ის რა ქვია რა სხვა ჩემპიონები რომელსაც რამოდენიმე დაცვა ჰქონდა ასე რომ ვთქვათ რა. თორე ახლა რეალურად მაინც ახალ ხედავ მაინც რატო შეიძლება მისცემ ამ დროს ანუ მაინც დომინაციის გათვალისწინებით იმის გათვალისწინებით თუ რამდენად აღემატება ვისაც ეჩხუბებოდა თუნდაც იმაც პარტერში რა ახლა ისლამი თითქმის შეცდომებს არ უშვებს პარტერში რა პროსტა ახლა რეალურად რო ავიღე ხო და უყურე პანტოჟას შუბებს პანტოჟა შედარებით დომინანტურია ყველა სულ პირველ ნომერ კონტენდერებს ეჩხუბები და ეჩხუბება და ისე რა ქვია და სადღაც ხვევით იყო ახლა აწიან ხოლმე კი მაგრამ პანტოჟა ბიჭო შეცდომების ბევრი აქვს და ახლა უყურე კი ადვილია ყველას შეუძლია დგომში რაღაცის დანახვა უფრო ადვილი ისა ნავარჯიშებიც რო არ კონდეს ხო დგომში ჭხობს რო უყურებ ასე თუ ისე მაინც გასაგებია უფრო ადვილად ითარგმნება ხალხისთვის მაგრამ პარტერში თუ აი ეს ექსტენსივ ტრენინგი არ გაქვს გავლილი და ცოდნა არ გაქვს რაღაც პონჩი ძალიან რთულია დააფასო ადამიანის რა თქმა უნდა მოხდები რა და მახაჩევი ტოპი არის და რა თქმა უნდა ანუ რეალურად ერთ-ერთი ისტორიაში ყველაზე მაგარი სუბუქტონაში ყველაზე მაგარი ლაიფვეიტი არის მაგაზე საუბარია ნული საუბარი არის მე ფაუნდზე ვლაპარაკობდი მაგ შემთხვევაში რომ პროსტა ლიდერი ფაუნდს აი მაგაზე დაყრდნობით ჩემი აზრით იმიტომ რომ ჯონსი არ იყო აქტიური პანტოჟა ძალიან არ არის კი ძლიერია იქ ყველაზე საუკეთესოა ამ წუთისთვის მაგრამ შეცდომები აქვს ბევრი და ისეთი დონე არა აქვს მაინც როგორც ისლამს თავის ტონაში და ალბათ ამის დაყრდნობით რა ეხა უკვე წამოიქაჩნენ ქართველები აქეთ მერავი ეხა უკვე მერავი უფრო მეტი ხირცეული არის რომ მე იყოს მეორე ადგილზე ვიდრე ის რა ქვია ვიდრე მახაჩევი ვაფშე ვისე ჩუვა მახაჩევა ვისე ჩუვა მერაბმა ვაფშე სადა დედამიწა ოპოზიციაში დარება მახაჩევის ხა ეშმაკის ადვოკატობა გამუნდეს მაგრამ მახაჩევის ბრალიც ხო არ არის ჩაიხსნა ჩემი აზრით მე ერთი სული მქონდა როდის იჭხურობდა წარუკიანთან იმიტომ რომ მიუხედავად რომ წარუკიანი ძლიერია ის ესამბლე მაგბიჩში ჩემპიონის სულს და ფსიქოლოგიას ვერ ხედავდი ვერასდროს რა მაგიტყვი გამოვიდა ბრძოლაზე რომ გამოავლინოს ის ჩემპიონის სული და ფსიქოლოგია და რა ვიცი ნახოთ გოჩა მაინტერესებს როგორა გოჩა როგორ ახარ აშვები როგორ ემოდის მომზადება რავი კარგად ვცნობ თავს ფორმაში ვარ კარგად ვარ წონისტების პროცესში ვარ ახლა უბრალოდ მეტყობა სახეზეც გქონი ვითხარი უცებ სად გაქვს მომდენო ბრძოლა რა ტურნირია რა სატარდება მე კი ვიცი მაგრამ ხალხს რო უცხა რა ორგანიზაცია აი ეს გერმანი საგადო შეტარებს ახლა პირველ ივენტს თბილისში შეტარებული ქონდა 3 მგონი აქამდე რა ხო და ბათუმში ტარდება ეს ხო ბათუმში ტარდება 2 აგვისტოს ხო და ნუ რაღაც დარჩა უკვე რა დარჩა 12-13 დღე დაახლოებით ჩხუბამდე ბოლო კილოგრამები დამჭა ან წონისტების ბლოკ პროცესია და სპარინგებს უკვე მოურჩი მძიმე სპარინგებს კარგ ფორმაში ვარ მოწინააღმდეგეც ვიცი უზბეკი მოწინააღმდეგე ყავს საკმაოდ ნორმალური ბიჭია რომ მოგება და 3 წაგება აქვს აი სტილისტიკად ვიცი როგორიც არის როგორ უნდა ვიჩხუბო ყველაფერი გავნილი და მუშაებული გვაქვს და არ ვიცი რა აგვისტოს ვინი რომ მოწინააღმდეგე უნდა დავაფინიშო რა კოუჩ შენ როგორ კმაყოფილი ხარ მომზადებით короче ესა პირველი მომზადება კოჩას კმაყოფილი ძალიან ვარ რა თქმა უნდა იმიტომ რომ თავდადებულად მუშაობს გამორჩეული სპორტსმენია მაგ მომენტში რა ასე რომ ვთქვათ რა ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია რომელიც თავდადებულად მუშაობს ყოველთვის და ეხა უკვე გადავატრიალეთ მთელი მომზადება თავიდან ბოლომდე იმიტომ რომ გოჩაზე იყო საუბარი გვაქვს რა კონტენდერებზე საუბარი გვაქვს და შელბისთანაც ქონდა მიმოწერა გოჩას მენეჯერს რა გოჩას შესახებ რა
და დილით ხოვნა იყო რომ ეს ბრძოლე ანუ მეტი ზიანი არა პრობლემა რომ ground and pound იყოს просто იყოს მეტი ზიანი იყოს მეტი დარტყმები და ცოტა გეგმა გადავატრიალეთ ასე რომ ვთქვათ რა ამ შხობისთვის რა უფრო მეტ გეიჯის დავინახავთ ასე რომ ვთქვათ რა შეხაობის თვალსაზრისით და უფრო წინსვლები და კომბინაციები და ძიმე კრივზე გვაქვს ძიმეზე აქცენტი მაგრამ მაინც ფრთხილად ძმურად რა რა თქმა უნდა ზედმეტ ბულგარისკავ რა რა თქმა უნდა მე გულისხმობ ახლა გეიჯის კი არ დავინახავთ უფრო მეტ გეიჯის და გეიჯისთან ახლო მიმდებარე უფრო მეტ გეიჯის უფრო მეტ ხოლოვეს უფრო მეტ ესეც ტიპს დავინახავთ გოჩასგან უკვე და სიმართლე გითხრა ხო ადრე მეგონა რომ გოჩა რო ჭიდაობს ხო ეს არის გასაღები მისი კარიერის და ის სულ ესე ვიჭიდავებ და გადავატრიალებ და წავაქცეთ მაგრამ რეალურად ხო ახლა რაც მოგთხოვეს ის უნდა შევასრულოთ და სიმართლე რომ ნუ მაგანაც ხო გამოიწვია იმაში ის შემში რომ დავფიქრდე როგორ გავანვითარო მე ბრძოლი იმიტომ რომ მე უკვე თვითონ მრავალფეროვნებაზე კი არ ფიქრობდი გოჩასი მე უკვე ფიქრობდი იმაზე რომ რაფერ მოიგოს ამ კედელთან ჭიდაობით ამ გაწურვით ამ მეტოქის დაძირვით ბრძოლები როგორ მოიგოს და რეალურად ხო არის ახლა გოჩას ძალიან გზელი კიდურები აქვს 61 კილოგრამისთვის ძალიან გზელი კიდურები აქვს ძალიან საკმაოდ მძიმე დარტყმა აქვს და კრივის დონეც ნორმალური აქვს საკმაოდ და ანუ ეს მრავალფეროვნებისკენ ბიტკი გააკეთა გოჩას მიმართ რაც ძალიან დადებითად იმუშავა კაროჩე რა ამ შენიშვნამ ასე რომ ვთქვათ უფროსობისგან და მმართველობისგან სადაც ვიზნებთ ძალიან დადებითად იმუშავა გოჩას სტილზე და გოჩას სხვა ტრავმებს არიდა თავი იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოჭიდაობის მომზადება სულ წელის ტრავმებია სულ მხრების ტრავმებია სულ მუხლების ტრავმებია და კაროჩე ერთ-ერთი მომზადებაა სადაც აი მომზადებაში ტრავმებს არ ღებულობს ადამიანი რა ასე რომ ვთქვათ რა მაგრამ თქო უნდა ჭიდაობის ასპექტი ავიწყებული არა და ნაბაროდ X-ს განვითარებულია ground and pound სხვანაირი ground and pound ის კი poster up ground and pound მიმართულებით რა დამდგარი ground and pound-ის და კაროჩე სასიამოვნო არის ჩემთვის ახლა მაინტერესებს გაკრას როგორ გამოავლენს გოჩა თავს მე თქო კარგად იტანს დარტყმას თანამშრომლ ამ მომენტში რაც მისი დადებითი თვისება რომ ძალიან ამტანია დარტყმების მიმართ თვითონაც წინსვლელი მოჭიდავი არის და ძალიან მაინტერესებს როგორ ანუ მე ვიცი რომ გამარჯვებით დამთავრდება ეს გოჩას შხობის სტილისტიკურად გამარჯვებით დამთავრდება იმიტომ რომ ის სტილისტი გამარჯვება ისეთი არჩეული რა მაგრამ ძალიან საინტერესოა ნახოთ რა ახალი ვერსია გოჩას და საინტერესოდ შედგა კარაჩი სიტუაცია რა რომ გვიწევს ყურება ახალი გოჩასი ასე რომ ვთქვათ რა მაყურებელს თუმცა მე არ მეგონა რომ დიდი ხანია მეგონა რომ არ მოგვიწევდა მაგის ნანახვა ასეთ რაღაცა თუმცა ადრევად მოგვიწევა კიდე განვითარება ხუჩი რა მაინტერესებს ისი ამ ევენტში ანუ ბოლოს რო იყო ჩამოსული რა ბათუმში რო იყო რა ანუ ბოლო ბრძოლა ეს იყო IFC არ იყო თუ შეგიძლია რომ შემახსენო რა Eclipse Fight Night Eclipse მანდიყავი შენ იმენა თლიანად ჩართული იყავი და გონი ორგანიზაციაც შენზე იყო matchmaker-ობაც შენზე იყო და დაწინებრივად კი რა თქმა უნდა მე ახლა თანამშრომლობდი ეროვნულ ფედერაციასთან ეროვნული ფედერაციის matchmaking-თანაც თანამშრომლობდი თვითონ კონსტრუქცია cage და განათება მაგათ ჩვენი ხარჯებით მაგათ ჩამოვატანიეთ UFC-ს ფაჯები და ისინი ვიცი ყო ისინი მაგათ ჩამოვაყვანიეთ მაგათი კავშირები ჩამოვაყვანე მაგრამ ანუ ტექნიკური თვალსაზრისით თავიდან ბოლომდე მაქსიმალურად შემოორგანიზებული ევენტი იყო რა ხო და რატო ვახსენე ის ამ ევენტზე ეგ როლი არ აგაკ ხო და თუ მაინც არა ამ ევენტზე მარტო head coach-ი ვარ ჩემი გუნდის დაასვენეთ ეს კაცო და ხანია ძალიან ბედნიერად ბრუნდები ჩემ კრესლოში ასე რომ ვთქვათ რინგს ანუ ეგ არის უკვე მგონი ერთი კვირა კი არა ორ კვირაში არის დაახლოებით ხო? ორი კვირა. ზუსტად ხო. 13 დღე დარჩა. და ანუ როგორი გზნობა არის რომ ეს ევენთი კარგად არის გაშუქებული და არის რაღაც ჰაიპი თუ მაინც რეალურად ერთი ჰაიპოვი მომენტი არის ასე რომ ვთქვათ რა რაც ჰაიპს ექვემდებარება არის რუსლან ბოქოძეს შუბი ახლა ამ ევენტზე რა იმიტომ რომ რუსლანი არის აი ეს კამერის მოპოვება მე რუსლანის მეტოქეს აქვს 8-1 რეკორდი საკმაოდ სოლიდარული ტესტი არის რუსლანისთვის 5 რაუნდიანი ისაც ყვალიგების 2 ლიგის ჩემპიონი არის ის ტიპი ის იუსუფ ბარაკატი
ეგვიპტელი, საკმაოდ ძლიერი ეგვიპტელი არის, ხო, საკმაოდ ძლიერი ეგვიპტელია, კამერები მოგებული. ისეთი არის, ანუ რუბაკა არის, ხო, ჩეხაობს ესეთი ტიპი არის, აგრესიული რა, ვითო 5 რაუნდზე არა და ისე რა, კაროჩე რა, საკმაოდ შეიძლება ვთქვათ, რომ რუსლანის აი თანამედროვე კარიერაში პირველი რეალური ტესტი არის, რომ ასეთი დონის რა. ეს არის უფრო ჰაიპო ბრძოლა, რაზეც ახლა რაც იწვევს მართლა ყურადღებას აი იმენა მაგ ივენტის ირგვლივ, რომ ახლა რუსლან მოლქვაძე ჩხუბობს და თან გამარჯვების შემთხვევაში, ხო? იჩითება პირველი ადამიანი საქართველოში, რომელმაც მოიგო GFC-ს კამარი, AFC-ს კამარი და ეს ეკლიპს ჩვენი კამარს ახლა მე რა თქმა უნდა ჩვენი არის, მაგრამ არ ვაქცევ ახლა დიდ ყურადღებას რა, ასე რომ ვთქვათ. პირველად რეალური ქართული დაბლ ჩემპიონი იჩითება საქართველოში, ასე რომ ვთქვათ რა, ორი სხვადასხვა ორგანიზაციის და მაგი იწვევს ყურადღებას. თან ოპოზიცია ყავს. ოპოზიცია ყავს, ვერ იტყვი რომ ანუ მის მატჩი არის, ვერავინ ვერ გაბედავს ვერასოდეს მაგის თქმას, ანუ რა. და ჩვენ თავს არასოდეს არ ვიცი მაგის უფლებას, რომ ჩვენმა ჩემპიონებმა სატიტულო ბრძოლები მის მატჩებით იჩხუბონ და რაღაც ადვილი კაროჩე, რაღაც უნდა თქვა ეხლა რა, რუსლანზე რა. აი მართლა გეუბნებით, რომ იშვიათად არის ხოლმე ქართულ MMA-ში trash talk-ი, ხო? გამა რო არა იყო, ხო? ანუ გამა უფრო გამაში არის, ხო? მაგრამ ძალიან მაგარი მომენტი იყო და აი ვაფასებ და ვაღიარებ მაგარი ლაინი როგორ არის, რომი he dropped a line. სტროფია, ნუ ფრაზა. მაგარი ჩაუგდო რა იმას რა. ეგვიპტეს. როგორც ვიგზაგი რუსულად რომ უთხრა რაღაცა? თქვი, არა, ინგლისურად უთხრა. აი ვიტყვი რა. He goes მე თქო ესეუბნებოდა შენ გონია რომ აქ ჩამოხვალო და მე რამეს ამახევო? შეიძლება რაღაცებს ვიგონებდე, ხო იცი მე მაინც ისა ვარ. რომანტიკოსი. მაგრამ ეხა მივალ რა. არა უშავსო. გაგიშვეფო, დაბრუნდებიო ეგვიპტეშიო. როგორც ცხვირ გატეხილი სფინქსიო. საინტერესოა, ძალიან კარგი. და თან ისეთი ტიპი არის, ისა მაგარი დარტყმა აქვს, ყველაზე ხარ და ცოტა კოვიდანტერის და რაღაც სხვადასხვა გეგმები მქონდა ხა თლაცხვირის გატეხო, არაა გეგმა მაგი იუსუფ ბარაკაძე მოკლედ რო ვთქვათ რა. იუსუფ ბარაკაძე ცოტა ისეთი მოსახჭობი მეტოქი არის, ანუ შესაზღუდი მეტოქი არის, მაგი რო აშხო და ხელები რო აქნებიო ცოტა. ანუ რამდენჯერ გამოდიხარ კუთხეში ხვიჩ მაგამეს? ჩვენთან ახლა ჭხუბობს, ჩამოთვალ მე მგონი 5 მებრძოლი ჭხუბობს. რამდენი ბუქნაობა გიწევს ჩემი. დავით ლორდ-კიფანიძე, რუსლანი, ეს სამი არიან. მე კიდე ადამი გეორგაძე არის ისეთი მოყვარული ბიჭი, კიკბოქსინგში ჭხუბობს, მაგი. ანუ მოყვარული MMA-ში არის და საკმაოდ სერიოზული პანჩერი არის და ნუ გამოცდილება ექსპერიენს აგროვებს, მაგრამ რეალურად ჯერ უნდა გამოხვიდე. ძალიან საფათო ტიპი არის რა. ხო. კიდე? ძალიან სერიოზული პანჩერი არის და ბრუნდება ბათუმური underground-ის ლეგენდა, ბათუმური underground-ის საბრძოლო underground-ის ლეგენდა როლან პლუჟნიკოვი. ეს არის როგორ გითხრათ რა, ჩემთვის როგორც გულშემატკივარს ქართული სპორტის, ხო? აი ქართული underground-ს ხმა სპორტის, აი როგორ ვთქვათ რა, რომელიც იცის ახლა მარტო წრემიც ვართ რა. ძალიან საკაიფო მომენტია, სასიამოვნო მომენტია, ხთი ეს ადამიანს. და აი კემპი მაგრა გაიარა ჩემს ხელში, კაროჩე და ძალიან მაგარ ხოძი არის, ასე რომ ვთქვათ რა. და ძალიან მაგარი მუღამი მაქვს, რომ აი რაღაცნაირად გამარჯვების სერიაზე დადგეს ეს მებრძოლი და რაღაც ძალიან მაგარი მიაღწიოს. ეგ რა მაგარი ძნობა არა, რაღაცა ისეთი ვარ, რაც ვიწრო წვემ იცის და შენ რო იცი და ცოტამ რო იცის და ეგეთ რაღაცა რო ხდება და კი. შენთვის რო გიხარია მარტო რა შენ რა მაგარი შეგნება. საკუთარ პოდკასტზე ნუ იმას მიშვებით, მარცხენთ. ანუ როგორი თემა იცი, უყურე მაგას ქონდა მუხლის სერიოზული ტრავმა, კაროჩე რა. ისედაც ხო ვერ ჭიდაობდა, კაროჩე რა და მუხლის სერიოზული ტრავმა ქონდა. ვაფშე დახლეჭილი ქონდა მეცკი და ვაფშე აი ვერ ჭხუბობდა MMA-ს. და უნდა დაივიწყოს MMA, კაროჩე მოგეთ ისეთი ისტორია აქვს მაგებს რა. და რაღაცა თვითონ დაიწყო ვარჯიში დაბრუნდა ასე რომ ვთქვათ რა, სპორტში რა, 2 წელი სხვა გემზე იყო რაღაც ისე და ბარნაკლში დაბრუნდა წარმოიდგინე ახლა, ხო ასე ხარ რა.
ჰიტრონი იყო ლიგა ესეთი მუშტიკრივის პერჩატკებში და მე გამაში წავიდა და შორმუჭებზე იჭხობა და იქ მოიგო კარაში და რაღაცა ცოტა თავდაჯერებულობა აღემატა და უბრუნდა ეს სადაური არის? ბათუმელი არის, აი ბათუმელი ბიჭი არის. იმენა ბათუმელი ბიჭი არის, კაროჩე რა. მე ვამბობ, რომ რუსლანიზე არანაკლებ მაყურებელს მოიყვანს თან მაგ ტიპი ბათუმში რა. მე ლიგას ვაუხსენია ის რომ შეიძლება ეს არ იყოს მეთქი კაკაჩული მებრძოლი რაღაც მეთქი, მაგრამ გეუბნებით რომ სუპერს და იცნობენ. მეორე ნომერი თუ არა, პირველი ნომერი ბათუმში იქნება, ის ხალხი მოვა მაგის საყურებლად რა, ასე რომ თქვა რა, იმიტომ რომ აი მაგრამ ისწორდება რა, შენ ძმობას ვიცავარ, მაგრამ ისწორდება აი ზამდენი ბიჭები, აი ეს ტურნირები ტარდება საქართველოში და ბიჭებს რო ეძლევათ გაზრდის საშუალება, ჭუბის საშუალება. როგორ მინდა რომ იცი უფრო ხშირად იყოს განსაკუთრებით მოყვარულებში და აი ეს დარბაზებიდან აი გამოჩნდეს ეს ბიჭები წამოვიდნენ რთულია ბიჭო ყველაზე ცუდი სპორტსმენისთვის და მოჩხუბრისთვის არის ჩუმი ყდომა. ოდესაც შანსიც კი არ გეძლევა რომ შენი თავი ანახო, შენი ვაჟკაცობა ანახო. შეიძლება მაგარი ვაჟკაცი იყო, შეიძლება მაგარი კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ იმ სიკეთის გაკეთების შანსი არ მოგცეს ღმერთმა რა. ესე შეიძლება ჩუმად მოკვდე ადამიანი და აი ეს საჭიროა. აი დედას ვიცავარ, ბავშვებს ეხა თუ არ მაჟრიალებდეს ტანში რა. არის ეკონომიკა რა, სამსახური ჭირდება ადამიანს, მებრძოლსაც სამსახური ჭირდება. თუ ახლა გოჩას ჭუბზე, რუსლანის ჭუბზე და ლორთქიფანიძეს ჭუბზე და ამათ ჭუბებზე ხო, აი როგორ აი ისი თვითონ კეთდება, იმიტომ რომ საინტერესოები არიან დაცხა დაუმარცხებლები, მაგრები, რაცა ჩემპიონები რაღაც არიან და ლიგა თვითონ დაკეთებს ხო, ამ ჭუბზე ცოტა მომიწია მეჩალიში, მწვალება კარაჩი ხო, ასე ხარა ხოვნა ახსნა რომ მაგარი ჭუბი არის მეთქი დამიჯერეთ თქო ეს მაგარი ბიჭი არის, გამოიყენეთ მეთქი ეს სასწაული კადრი მეთქი შეიძლება ძალიან იმ მომენტში არ იყოს მისაზიდი, მაგრამ მაგარი კადრი არის მეთქი და გამოიყენეთ მეთქი და კარაჩი რა მე თვითონ ველი ცოტა ისეთი რა ეს გუზბამს როგორ შეიძლება დამოუბრობი ხოაზე ხარა ცოტა აქტუალებული ველოდები როძები არ და ვითო ძალიან უნიშნელო ჭუბს რეალურად ხო სპორტის ისტორიაში ხო ახლა ბიგინერ ჭუბი არის და მაგრამ მე ძალიან სიამოვნებს ჭუბია ძმაო აი ეს უნდა მე რო ეხა მაგალითად ყავდეს მოჭუბარი მოყვარულებში ჭუბობდეს თუნდაც ან პროფესიონალებში იყოს და პატარა ტურნირზე გავდიოდეს რაღაცა თქვა კუთხეში ვარ რაღაცა პასუხისგებლობა მაქვს ვიღაცისგან რო ვიგზნო ის დამოკიდებულება რომ აი ეს ეხა UFC არა და რა უჭირს აქვს თუ ისა რაღაცა ეგრევე გავაჯმევინებ ეგრევე აღარ მივიკარებ იმას ვაფშე არასდროს რა სახოს ვერ მოგვეკარებო ვაფშე რა ბიჭო რაღაცას მათქვევინე კი მებზანე თუმათორსო თავ მიკროფონს ამისდედაც რა არ გამორთო რისი თქვა მინდოდა იცი რომ მე ეგეთი არ მახსოვს რომ კორნერი გამოსულიყო იგივე ბრძოლა იგივე ღამეს ორჯერ ორზე მეტჯერ რა და არ მითხრა რა იმიტომ რომ მართლა მგონია რაღაც საგიჟო რომ 5 ჯერ უნდა გამოხვიდე კუთხეში იგივე ღამეს That's crazy იმენა 5 ჯერ მეჯერ ვარ გამოსული პირველად გოჩემში ეს ტიტული რომ მოიპოვა ხო მაგას მეჯერ ვიყავი გამოსული მაგა მოიყავი გამოსული ვინები უყავდა მაგა შენ ჩავთვალე ვინებმა იჭხობეთ გასავს მე ვიჭხობ და რუსლანი ხო ვიჭხობეთ დავითი მიჭხობა ამიკომას ხო იჭხობა არა ამირას არ იჭხობია მაგ ივენტზე ну короче ყოფილი ვარ რა და სიმართლე გითხრა გიო ძალიან თავი მტკივდება და ძალიან ცუდად ვარ ისე ადრენალინი გასხამს ხო ბოლოს იბრიდები короче რა cardio king ხარ მაგ cardio და როგორ ახარ იცი კიდე ეს ფსონები იზრდება და კი არა და ქართში მაღლა ადიხარ და უფრო მძიმე ჭუბები და უფრო მნიშვნელოვანი ჭუბები არის ყველაზე ხარ რა ძალიან სიგიჟე არის არც წარმომიდგენია რა რომ ანუ და ჯერ გამოხვიდე იგივე ღამეს მაგისტრის შევუძდეთ მაგას ძალიან სიგიჟეა ძალიან მაგარი არის მადლობა ღმერთო დიდი გუნდი მყავს რომელსაც შეიძლება გადავაბარო გახურება რომელსაც შეიძლება გადავაბარო ყურადღება მიაქციონ 1-2 ადამიანი მივაყოლო ყავს მაგრამ მაგ გუნდი მადლობა ჩემ კომანდას აი რომის უნდა გითხო რა ვინ იყო რომი ვინც გახსოვს რომ ერთ ღამეს გამოსულიყო 2 პლუს ანუ ორჯერ მეძე რა აი ეგეთი პირველ რიგში რა თქმა უნდა ჰოისი მახსენდება იყო პირველი modern MMA ავიღოთ modern MMA არ მახსენდება და არ უნდა ხდებოდეს ეგეთი რაღაცა ვაფშე ჩემი აზრით დღეს უკვე აღარ არის აგერ კაცი გამოდის 5 ჯერ კუთხეში
კუთხეში ხა Cardio გაუძლებს King. მაგას. არა, ანუ კუთხეზე აი მაგას საუბრობ. რომ ეს გულისხმობს რომ იმას რა ქვია სეკუნდანტად ვინც გამოვიდა სეკუნდანტად, ბიჭო, შენ ამ შოუს უყურებ თუ არა შეჭე? ბიჭო, არა ხშირად ხდება ეგ UFC-ში. ორჯერ ხო შეიძლება, მაგრამ ხუთჯერ ბევრია. ხო. ხუთი ბევრია ძალიან, მაგრამ ნუ ლოკალურ ტურნირებზე ეგრე ხშირად ხდება, როდესაც ერთი დარბაზიდან ბევრი მოჭკუბარია, ხშირად ხდება ეგ რა. მე მაგრა ვწდიდობ რომ ხა ივენტი როცა ბათუმში არის რომ აი მაქსიმალურად ჩავსვა ბიჭები რა. კიდე საბასოზაშუს უნდა ეჭხუბა პამ ივენტზე, მაგრამ აი მე თქო ვერ ენახა მოკლედ მის შუბზე და ეხლა ნუ აბრუნებთ უკვე სამშობლოში ჭხუბებზე ასე რა ვთქვათ რა. ბრუნდება და ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ იჭხუბებდა ამ ივენტზე, მაგრამ აი ახლა იცი რომ არ აიწყობა და ვერ აიწყობა რა, ასე რა ვთქვათ რა. კირთაზე ხო ჭხუბობ ამ ივენტზე, თუ არა? არა, კირთაზე ამ ივენტზე ჭხუბობ. ბიჭო, ილიასა ვაუ ხო იცი, ისა ვაუ FC რა, ესპანეთში რო არის რა. და აგვისტოში იქნება, 9 აგვისტოს. და ილიასა ყავს მგონი ქირთაძე არის მანკარტზე თუ არ ვცდები, არა? კი, მე მგონი მასე არის, ხო. ხო. ანუ co-main event-ი არის და კიდე ყავს ქართველი ბიჭები რა. რა უნდა ვქნათ იცი ბიჭო, რა უნდა ვქნათ იცი? უნდა გაუშვათ ქართველები, მაგრები იქ ვაუში რა, ესპანელებთან უნდა ვაჩხუბოთ და უნდა გაულახოთ სულ ყველას, უნდა წამოვიდეთ უკან, აი იქნება ძალიან მაგარი რა. ქართველებმა რომ ჩავიდეთ ესპანელები სულ ყველა რო ცემონი ხა. იქვე ესპანეთში და წამოვიდნენ უკან, აი იქნება ძალიან მაგარი. რატომღაც რა, ამ კარტზე ყავს ბევრი უელსელი რა. უელსელი და ქართველები რა თქვა უნდა ესპანელები რა და მინდა რომ თქვა რომ ძალიან სასიამოვნო არის როცა ანუ არა მარტო ქართული დროშით გამოდიხარ რა UFC-ში და ჩემპიონი ხარ და მე ახოდუ სხვებს აძლევ შანსს რა რომ იბრძოლონ და თავიანთი თავი გამოაჩინონ რა და ილია აკეთებს მაგას რა UFC-ში მე დიდი fight pass-ზე არის სხვათა შორის რა და კაროჩე fight pass-ი ხუჩას აქ და ჩამილინკავს რა მე. კი, შეიძლება. ხუჩა შენ ჭუბზე რა ხდება? უდის ბრუნდება. ой, რა ვიცი, მე კიდე დავიწყე ვარჯიში, კიდე დავიწყე ჭიდაობა. კიდე ყველაფერი კარგია. რა უნდა ეჭყობს, მაგრამ ტრავმები აწახებს. რა. კიდე კარგად მოწყვეტ. მაგრამ ტრავმები და დაიწყე ვარჯიში. ეს ჩემი ტრავმატოლოგები კაროჩი ხან ხელს მომდეხავენ, ხან წერს მომდეხავენ, ხან თავს გავიდეხავენ. ერთულია, ამიტომ სანამ ჯამთელი ხარ ადამიანმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ის დრო, როცა ჯამთელი ხარ არ უნდა გაჩერდი ერთი წამით, იმიტომ რომ დაბერდები მერეც მოასწრებ დასვენებას და იმას რა. ხუჩა საქმეები აქვს რა, თორე კონცენტრირება რომ მოახდინოს 100% ვარჯიში. ძალიან მალე შედის. მე ისე ინტერესის ამბავში ვკითხულობ, თორე ხუჩა ძალიან საჭიროა იქ სადაც არის ამ წუთას დღესდღეობით და მინდა რომ გაგძელდეს ეს საქმე, განვითარდეს, წინ წავიდეს და ზოგადად საქართველოს MMA ჩემი აზრით აი ეს გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით ახლა და აქ ერთ-ორ ბიჭს თუ არ ჩავთვლით მე არ ვარ მაყოფილი იმის როგორ ვითარდება ქართული MMA და როგორც მიდის წინ ახლა ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი შეხედულება აქვს, ჩემი შეხედულებით თლიანობაში გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით არ ვარ მაყოფილი მე პირადად წინსვლით რა, უფრო მეტი მოგვეთხოვება საკუთარი თავებისგან პირველ რიგში, მაგრამ ნახოთ იმედია აი ესეთი ტურნირები ეს IFC, GFC, ახლა გამა MMA უფრო მოიმატებს, უფრო წინ წავა, უფრო ბიჭები ერთმანეთში ამბობ დროს რაღაცას ვხედავ გამოცოცხლებას იმ მხრივ რომ ერთმანეთთან დადიან ბიჭები დარბაზებში და ურთიერთობა აქვს და ეს არის ყველაზე ეს თუ არ დავიწყეთ უფრო ხშირად ამას მასიური სახით თუ არ მიეცა, კაპიტია ჩვენ ფასი რა. გამამ და ხო დაამატა ხა MMA-ს სამოყვარულო პროფესიონალური MMA-ს ამატებს საკმაოდ ბევრს ახლა გიგასთან მუშაობთ მაგას მეშვეებზე და დავით ქირიას ლიგასაც ვიმყრობთ ახლა MMA-ს შეგვაქვს შეგნით ახლა ზუგდიდში 15 აგვისტოს კიდე ორი ჯგუფი იქნება მაქს ფაიტზე დაუმარცხებელი ჰამიდ აზიმოვი დაბრუნდება საქართველოს ახლა ძალიან რთულია მაგისთვის მეტოქე ვნახოთ მოკლედ რო ვთქვათ რა ხუთი მოგება ხუთი MMA-ს არის ხო მან თუ მარტო kickboxing ხო ორი ჯგუფი ჩავსვით რა და საღო და მანუჩარ კვაშილავა მაქს ფაიტის კამარზე იჭხუბებს короче რა 5 რაუნდიანი ბრძოლა არის ეს არა დაანონსებული მე დაგიანონსებ თქო მაგას არსად არა დაანონსებული თვითონ ეს ბრძოლა რო არის მაგრამ ეს უკვე შეთანხმებულია ეს დალაგებული არის მეტოქეები ჩასმული არის ყველა ემზადება და короче ზუგდიდში ოქტაგონი იქნება და მაგ
ოქტაგონში ესე კარგი ვა ნორმალური დონის MMA, კარგი დონის MMA უკვე იქნება რა, ასე რომ ვთქვათ რა. და მაგარია. განვითარება მართლა არის რა, უკვე მინიმუმ 4-5 ლიგა არის, სადაც აქტიურად შეიძლება მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ რა. აი ეს ძალიან ფაქტი რომ მაგარი ზუგდიდში ტარდება ეს ჩხუბი და მაგრამ და მევასება არა რა. თბილისში ან სხვათ იგივე ბათუმში ძალიან მაგარი ასწორებს. ძალიან ზუგდიდში უნდა მაგარი არის. ჩატარდეს. ქუთაისში უნდა ჩატარდეს ბიჭო, რამდენი ტერიტორია გვაქვს ჯერ სახში და დასაბუთი დავიკიდოთ ეს UFC ჩამოყვანა და ამაში დავიკიდოთ ჩვენ თვითონ ჩვენ საქმეს უნდა მივაწვეთ, გამიგე რეგიონებს მივაქციოთ, ყველა ბავშვები არიან კინას ჭამენ ძმაო, მთებში, სოფლებში. კინას ჭამენ, ჩემი დედა როგორ არიან ხეხელები ვიცი აი დარბიან. ახლა და ქირიამ ზუგდიდში ატარებს უყურე ღიაცის ქვეშ ივენს რა და აი ზევით რომიდან გადაღებული იყო და რამდენი ხალხი იყო ირგვლივ ვიცი შენობებზე ზიან და რაღაცეებზე ზიან ვა წარმოედგინე და რაღაცა ვერა კრანებზე ზიან და მანქნების თავზებზე ზიან კეიჯი რო დაინახონ და თან უფასო არის შემოსვლა ხوازე ხარ აბა რა თან უფასო მაგარია და არავის ფულს კი არ ართვის ყურებაში პროსტა ადგილი არ არის ხوازე ხარ რა იმენა ირგვლივ რინგ საიტში ადგილი არა ვაფშე მოგილეთ რა ვთქვა რა რაღაც გათვლილი არის რაღაც 1000-ის კამი რაღაც ხო დევს კაროჩე რა და ეს ხო სავსე არის და შენობის იგი ისეთი ადგილია კაროჩე და ზუგდიდის ცენტრში რა რომ ზედზე იქ შენობაზე ზიან ჭერზე არის მაგნაი რაღაც არ ვინახავს იმენა ის გულიანად დამევასა მაგი მომენტი რა ასე რომ ვთქვა რა მაგარია ძალიან ძალიან. მაგარია გაწყობილი მაგის მიმართო მესიამოვნო რომ ხალხი დავინახე მანქრის თავზე რომ ზიან რომ ასე ქეი ოქტაგონს უყურებენ ასე აზიან ასე ოქტაგონს უყურებენ და მაგრამ მაგარია პროსტა არ სიმღერა იწვიმოს ხო ხო რა მე არა იქ მაგ ამინდი პროგნოზირებადი არის ბათუმზე შედარებით ბიჭო მე მაგ ნაჩხუბი ფოთში მეორე სკოლის დარბაზში პარკეტზე ძმაო. პარკეტზე. პარკეტზე ჩავატარეთ შეჯიბრება. ოფიციალ ხალხი ესწრებოდა და ასე შემდეგ. პატარები ვიყავით. რა ის პარკეტი ბიჭო აი ხარ ამაგარია ესეთი ეს გრინგი აქვს ტიპებს ტატამი აქვს ტატამზე იჩხუბებ ბოლო რა ხოზე ხარ რა ძალიან მაგარია მაგრამ მიხარია ეს უნდა აი ძალიან მაგრამ მინდა რომ სახში ვიყოთ მგლები აქედან მოდიოდნენ უკვე აი მზად ბიჭები ეს სისხლი რო თვალებში ეგეთები რა ბიჭო აი ეტყობა მინდა შენ მასალა წესიარად რა ვერ გცემეს თორე ესეთი სიმპათიური ვერ იქნებოდი რა თან ადრე ხარ უნდა მიჯობო გენახეთ ისე რომ ეს თქვა რა ხო არის შენ ადრე უნდა გენახათ მო წყვილის გატეხვამდე უფრო кай ბავშვი ვიყავ თან კაროჩე ეს მეგრელი ბაღნები კიკბოქსერები ვაფშე ხო რაკეტები არიან აბა რაიდი არიან ჭინკებივით იმენა არის ჭინკებივით არიან ბიჭო ხო იმენა რო თქვა რომ მართლა ძალიან სერიოზული კიკბოქსერები არიან და ეს კირიასთან იმეზე შხუბი ახლა მაგართვის არის რაღაც კაროჩე თემა ხოაზე ხარა და კირიას ჩამოყავს ვიღაცები ჩამოყავს თვითონ ნორმალური კიკბოქსერები რაღაც რეალურად ნორმალური კიკბოქსერები კლავენ რაღაც მაგარი ჩხუბებია ძალიან მაგარი ჩხუბებია 15 აგვისტოს მაუცილებლად უნდა უყუროს აი ზონის მოყვარულებმა Max Fight-ს უნდა უყუროს, იმიტომ რომ ზოგადად ხო ისეთი კირიას კიკბოქსინგის მიმართ ისეთი matchmaking-ის სკილი აქვს, კაროჩე ხო, რომ რაღაც ნაპერწკლებიან ჩხუბებს არჩევს რა და რაც სიამოვნებს, თან ახლა მე შემაგი არ მიყვარს, მაგრამ იმაში სიამოვნებს კიკბოქსში რა, ქართველებს ეჩხუბებიან და რა ჩხუბები, იმენა Fight of the Year-ებს ჩითავენ, მოკლედ რო ვთქვა რა. და ძალიან მაგარი საყურებადი არის, თუმცა ну ახლა ბავშვები არიან ახალგაზრდები არიან და ცოტა მიკროფონთან ვერძმა კაცობენ ასე ვთქვათ რა მოკლედ რო ვთქვათ რა და ლაბარაკი ცოტა ტრეშ ტოკინგი აკლია დგებიცები ო თუ ძმაო და ეხლა ვარჯიშობთ ვავარჯიშოთ კოჩა რა ძმებო რა კოჩ მიკროფონი შენია on trash talk-ი არა მართლა მინდა რომ კითხო რა ანუ შენ გაქვს მგონი 7 მერვე ბრძოლა იქნება ხო პროფ მე ვიქნებოდი ანუ ამ 8 მეტოქიდან ყველაზე ძალიან ვის აფასებ ან თუ ქონია ეს მომენტი რომ ანუ დაგინახია ანუ ვის ეჩხუბები გამოიარე ეს ბრძოლა ან შემდეგი ვინც არ უნდა იყოს და ვა აუ რაღაცა რომ დააფასე ძალიან იმიტომ რომ ბოლო შენი მეტოქე იყო კარგი სტრაიკერი ძალიან რა მაგრამ ვერაფერი ვერ იქნა შენთან რა ბოლო არც განსაკუთრებული არ იყო რა მაჟო ფიქრობდი თქვენდი რომ დავაფინიშებდი და დავაფასე მოწინააღმდეგე ბრძოლის პროცესშიც და ბრძოლის შემდეგ ნუ ის ბრაზილიელი იყო კამარზე 20 რაუნდიან რუსეთში ავი ჩემთვის ყველაზე რთული ბრძოლა გამოვიდა რა გამორჩეული მხრივ იყო რომ მოწინააღმდეგე ჩხუბი ვნახე და რეალურად თითქოს და არ ჩანდა ეგეთი მაგრამ ჩხუბზე გაცილებით დიდი ხასიათი აჩვენა გამძლეობა რა ვიცი და ანუ ეხა შემდეგ მეტოქეს როგორ აფასებ გავაკეთე რომ იბრძოდა მომე გამოკლედ რა
ანუ ეხა უზბეკთან არის თუ არა რაღაცა ისეთი არა რომ უზბეკთან არ ვთქვი რომ ამი განსაკუთრებული ჩხუბი მექნება და ძალიან ჩხუბია ყველაფერში და მოხდეს რა თქმა უნდა მაგრამ სტილისტიკურად დარწმუნებული ვარ რომ ეგეთ მოწინააღმდეგეს 10-დან 9-ს დავაფინიშებ რა სტილისტიკურად მოკლედ მარტივი დასამარცხებელია ჩემი მხრიდან ეს რა ვაუ კი არა ამგონი საფრთხე და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ანუ ბრძოლის შემდეგ კიდე ქონია ურთიერთობა რა ზურია ურთიერთობა ის თუ ან მიწერ მოწერა ან რაღაც გაცვლა მაგალითად სლემით რო დავხმარებ აი ერთი მეორე ჩხუბი იყო ჩემი პროფესიონალ კარიერაში ბაგიჩი მეკეთა და მოწინააღმდეგე და ნუ სლემებით დავამარცხე და მაგასთან მქონდა ერთი შემთხვევა რომ უბრალოდ ხო იცით რა ახლა გაინტერესდა ადამიანი შენთან რო იჩხუბო მაგის შემდეგ რა შვება რა ხო და მეც მაგას შედა მოწევ ხოლმე ჩემი მოწინააღმდეგის ჩხუბებს მაგალითად ინსტაგრამს მომოწევ აქნა მოიგო წააგო როგორ გაგზდა კარიერა და აპოლოჯიას თუ უყურებ რომ თუ მოგებათა სერია ამ ტიპა გააგრძელა რაღაცა თვითკმა ყოფილი ვარ რომ ხედავ მოუგე და კიდე აგრძელებს მოგებათა სერიას და ამ ტიპის ინსტაგრამში ვამოწევ დაახლოებით ერთ თვეში და გაუპოსტავს რა ჩემზე რომ და ნუ იმ პოსტში ახლა ეგ ჩხუბი მოიცით რა რავი ძალიან გავარდნილი ჩხუბი არის ბაგიჩოუგი შემიკრა ავდექი 4-5 ჯერ დავაგდე და ვსლემე და დავაფინიშე და ეხლა მაგ ჩხუბიდან რომ ადამიანმა თავი მართლო ხო ან წარმოუდგენელია და ეგ ტიპი თავს იმართლება და რაღაც საშინელ რაღაცებს წერდა რომ ასე გამომართლაო და ანუ მოგე თავს იმართლება და მეც ცოტა ესე მლანძღავდა და მე პირაჩის მივწერე კომენტარებში დავწერე რომ თუ ეგრე ფიქრობ მეთქი და ფიქრობ რომ ანუ არ გაგიმართლა ან ჩემი დამარცხება შეგეძლო ჩაინიშნო ესე ჩვენი ჩხუბი მეთქი და რემატჩი შედგეს მეთქი და რა თქმა უნდა ეგ პოსტი ჩაუდგეს არ მიაქციო ყველანაირად არ მიაქცევია მაგრამ ანუ უბრალოდ რადგან გამოიჩინა ვითომ ეგეთის ხო რა თქმა უნდა ყველა აგერ მაქსი ხო ხედავ მე შარა კომენტარი მოკლედ რა ილიამ კი ნაღამ მოკლა ჰოლოვეი მაგრამ ხო ხედავ მაინც უნდა ჩხუბი რემატჩი ბიჭო მაგაზე ვიტყვი ერთს რა ბიჭო აგერ ილიამს უნდა რაღაცა აჩვენოს ბიჭებს შემომივარდა ოთახში და უნდა ვაჩვენო მოდი აბა მაჩვენე ბიჭებს რა შეგიძლია მოდი მოიცი აი ახე ხელები არ გადაწია როცა მამამ თრალია როგორ ურთხავთ ბავშვი გააღვიძეს მომენტია ახლა ეს ერთი ორი კიდე საღოლობ რა გადახრმიცა ეგაცი ერთი ორი აი ბიჭი საქართველოში გააგზავნე და დაივიწყე საქართველოში გააგზავნე და საქართველოში ვაგზავნე და ვივიწყე ზუსტად მაგას ვაპირებ რა აბარა ვენაცვალე ბიჭო ანუ ეხა იმას ვიძახთი რა და უბრალოდ დავამთავრებ ამას რა ისე გამოვიდა რომ ჰოლოვეის მაგრამ მიაჯვეს რომ შენ რაპონჩი იძახიო რომ გეიჩი უფრო მაგრა ურტყამსო როცა ილიამ გაქთიშაო ვაფშეო რა და შენ თქვიო რომ ისა გეიჩიზე ისა თოფურიაზე მაგრა გეიჩი ურტყამსო რა და მასტი მე რა იძახის რომ თქვენ ინტერვიუს არ მოусმინეთო ბოლომდეო რა მე ის კი არ მithქვამსო რომ გეიჩი თოფურიაზე უფრო მაგრა ურტყამსო მე ის თქვი რომ არ მახსოვსო არაფერიო რა ანუ რო გაითიშა რა აი ეს ტონი სოპრანოს ხო გაქვს ნანახი იქ რო ეუნება ალბათ არც გესმისო როცა გესვრიანო თავშიო რა ვერც ხდებიო რა ხდებაო ეგ მომენტია დაახლოებით მაგას ვერ იმახსოვრებ ეგ არ ტკივა ითიშები პროსტა გეჯისგან წარე იყო ალბათ დათქვა და თოფურიასგან პროსტა დღეარი მახსოვრებას ავარავ ბიჭო მე რა ბიმრო თქვა რა White House-იო მე უნდა გამოვიდეო რა იმიტომ რომ შეიძლება ამერიკაში დაბადებული არ ვიყო მაგრამ ამერიკელი მოქალაქე ხო ვარო რა და მე ვიღაცამ დაადო ის ტრამპთან რო იყო და ხელის ჩამორთმევა და რამე რა ხო ასე ხარ და აი მართლა ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი იქნება რა რომ მართლა მოხდეს ეს რაღაც შენი აზრით მოხდება ეგ White House-ი თეთრი სახლის ქარდი კი უეჭველი რა კი შეჩემა იცი ამდენი ფული უნდა დახარჯონ მაგაზე ტყუილად ბიჭო ხალხის ფული გაიგე ხალხის ფული უნდა დაიხარჯოს ხდება ბიჭო ოკეი კაი ბიჭო ბიჭო დეინა ვაიტმა თქვა რომ ხდებაო და რავი აბა ეხა დონალდ ტრამპის მაკაცია
Dana White თუ დახარჯავს თავის ფულს აგიუმენტის გასაკეთებლად, იგი Evenius ასაშენებლად და securities რაც დაჭირდება ყველაფერი, იმიტომ რომ თეთრსახსია ლაპარაკი, გაიგე? ბიჭო, მან ის კი არ ბილეთების ყიდვა კი არ იქნება, მარტო დაპატიჟებით იქნება მან. თორე შენ და მე ბილეთს პირველ მიყიდით. შეჩემა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, რა მნიშვნელობა აქვს დაპატიჟება? ხალხი ხო უნდა მივიდეს, ვიღაცა ხო უნდა დაპატიჟონ მაინც. ხო და მივლენ აი ვინც არიან ხოლმე ყოველთვის პირველ რიგში რა. Theo Von, LeBron James და ეგეთი ხალხი მივა რა. Theo Von-ი თუ იქნება, მაშინ აღარ მჭირდება სხვა ექსპერტის მისასვლელაცება. კომიკოსები თუ მივლენ, მაშინ რა გვიჭირს რა მაგრამ. ეს არის ხალხისთვის უნდა კეთებოდეს ყველაფერი. არსებობს venue მაგისთვის და არსებობს ხა ეს რა ქვია, ხო? შენობა რო ეს თეთრსახში და ეს მატრაკვეცობა, ჩემთვის პირადად ეს BMF-ი, Pound for Pound-ი, თეთრსახში ჩატარებული UFC event-ი, ეს ჩემთვის არის ყველაფერი ნული. ბიჭო, თეთრსახში კი არ იქნება, ბიჭო. მე მაინტერესებს აი ზუგდიდში ჩატარებული ტურნირი მაინტერესებს. მე მაინტერესებს ოდიში, ძმაო. ოდიში იცი ვაფშე შენ? გიჯვი და მოიხადებ ოდიში, ბიჭო. ბიჭო, თეთრსახში კი არ იქნება შიგნი, გარეთ იქნება რა და backdrop-ი იქნება White House-ი თორე შენ, აგონია. კი, ბაზარი არა, გარეთ იქნება. 3, 2, 1, 0, and liftoff. რომან დოლიძის შემდეგი ბრძოლა ძმაო ანტონი ფლაფი ჰერნანდესთან როგორ მიდის მომზადება იყო თუ არა ბოლო პერიოდში რომა ბათუმში ქონდა თუ არა კონტაქტი და საერთოდ სტილისტურად რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე რა? Ну, короче, სტილისტიკურად რომ ფავორიტი არის, იმიტომ რომ მაგნერის სტილის მებრძოლებთან ფავორიტია. რომას რო ვთქვათ რა ხო? რეალურად კარგი ბედი აქვს matchmaking-ზე ჩემი აზრით რა. ეს თუნდაც რომ არა, მაგრამ ну, კარგი ბედი აქვს. შეიძლება კარგი მუშაობაც არის მისი მენეჯერის რა. რა თქმა უნდა, შეიძლება ბედი არ იყოს და კაი ბედი აქვს მენეჯერზე, ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ სწორი matchmaking არის, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იყოს შენ ახლა მუხამედ ალი და ილია თოფურია და რა ვიცი, რაც არ უნდა იყოს ყოველთვის სწორი matchmaking, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მებრძოლემ გამოავლინოს მისი თავი რა. და კაკრას მაგნეტოკესთან მაგრა გამოავლენს თავს. ახლა ბათუმში მე რაც უყურებდი, ხო, რომას ყავდა ბიჭები, რომელიც გრეპლინგში დაობდნენ და მაგათ ქვეშ გრეპლინგს მუშაობდა რა. რა თქმა უნდა, ახლა თავარი მომზადებას მაგი ვერ გაივლის ბათუმში, იმიტომ რომ ნუ არ ყავს მაგდენი სპარინგ პარტნიორი და არ ყავს აქ მაგდენი კადრები რო მოიმზადოს ჰერნანდესთვის და ახლა იზოლირებაც არა აქვს, როგორც ახლა ლას-ვეგასში ახლა რეალურად მაგისთვის ჩადის ახლა ვეგასში რო იზოლირებული იყოს და ვარჯიში შეძლოს რა ახლა რომ ახლა ბათუმში ეს კაროჩე რა მართლა ცოტა წარმოუდგენელი არა სულ სურათებს იღებენ და სულ ღლიან ხოლმე ახლა ძალიან ძნელია კაროჩე რა თან თვითონაც მაგარი კონფლიქტურია ვიღაცამ არასწორად მანქანა დააპარკინგა რაღაცა არასწორად მიყიდოს ისა ნაძვის ხე ან რაღაც ხო ხო რა ნაძვის ხე მანქანა რაღაცა ყველაფერი თან რა ტიპია მე მეუნება ხოლმე სულ რომ გულთან ახლოს ნუ მიიტანო რაღაცეებს რა სულ რომ საუბრობთ ხანდახან რაღაც უსამართლობას თუ ხედავს სერიოზულად ჭედავს ხო ასე ხარ რა და გარაშე ბიჭო მეც ეგრე ვარ და თვითონ მეუნება ხოლმე მირჩევს ხოლმე სულ რომ გულთან ახლოს ნუ მიიტან ძმაო ესა რაღაცებს უზიარებ და თვითონ ეგრეა თვითონ არა ბიჭო აი ეს კითხვა დამება და უცებ გოჩას უნდა ვკითხო გოჩ ყოფილა თუ არა, აი, შემთხვევა რომ გარეთ ხარ და ვიღაცას რაღაცა შეგიმჩნევია გარეთ რა. აი, რომ მართლა გინდოდა რომ გეცემა რა. კონფლიქტური საერთოდ არ ვარ რა. ანუ საერთოდ რა კონფლიქტური არ არის რამე რაც გაღიზიანებს, ანუ არ მქონია რომ ანუ რა თქმა უნდა მაგიზიანებს, მაგრამ ასე პირადად რომ ვინმეს პირადად შევრაცხო მოეყენებინა ჩემს ეგეთ რაღაც არ მქონია და ნაკლებადაც ჩხუბობ რა. ახლა რამდენი ხანია უკვე ამ სპორტში ვარ. და რაც ამ სპორტში ვარ 5 წლის განმავლობაში დაახლოებით, მხოლოდ ერთხელ მომივიდა ჩხუბი, ისიც, ნუ, სხვა მოსავალი არ იყო და ცოტა დამთავრდა მათთვის. ანუ შენ რას ფიქრობ? ეხლა დეტალები აინტერესებს გიოს. არა, ეხლა ისე გადავდგა. არა, მე შემიძლია რომ შევიდე რა. აი, მე არ ვიცი რა, მაგრამ ყველა ალბათ ესე მგონია, რომ ანუ როცა დადიხარ გარეთ ქუჩაში ან სახლში ხარ, საკუთარ თავს ხო ელაპარაკები, ანუ იმას კი არ სიტყვებით კი არ მაგრამ ანუ მაგალითად გადიხარ და ვა რაც ხელა ოღონდ შენ თავში რო ისმის ხმა რა ხო არის ეგეთ მომენტი ხო ხო და მეც მაგ ეგ მომენტი
და ქართულად არის რა, ანუ ჩემ თავს რომ ვესაუბრები, ქართულად ვესაუბრები რა და თუ ინგლისურად ვესაუბრები, ვაფშე სხვა ადამიანი ვიჩითები რა. და თუ ქართულად ვესაუბრები, სულ სხვანაირად და თუ ჩინურად ვესაუბრები, სულ სხვანაირად, მაგრამ ძირითადად თუ ქართულად რა და აი როგორი შემჩნევა მაქვს, იცი, ჩემზე რომ სადაც არ უნდა წავიდე, ვიღაცა დავინახო, აი ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნები, ვა, ეს რა ყლეა. შენ იცი მაგირო, კარაჩე, მე ჩემი თავის მიმართ აგრესია, ხო? ქართულ ენაზე მაქვს, ანუ თავში ხვაზე ხარ, მე ხა მაინც ბილინგვარული ადამიანი ვარ და შეიძლება ვთქვა, რომ ტრილინგვარული ადამიანი ვარ და მართლა რეალურად ხო მარტო ჩემი თავის მიმართ ხო აგრესია იმენა ქართული. არა, აგრესია ზოგადად ხო ქართულად სავარაუდოდ ქართულად გამოვხატავ რაღაც შეხება მე ნეგატიურ ემოციებს რა. და არის ფაი მომენტი რა თქმა უნდა რა. ბიჭო, აი თოფურიას პედის რო აგინე და მაინც ქართულად აგინე და მაინც ბაზარი არ არის. შენი ჯიშიანი გინება სხვა არის მაინც რა. კი. მაგი მე ვაჩვენე მეგობარს რომელმაც არ იცის ქართული კაროჩე რა და არის თემაში არ არის ასე რომ თქვა რა სპორტის თემაშიც არ არის და როგორ უნდა გაარჩიო ქართული არა ქართულთან მეთქი რა არა ქართული ვირასოდეს ასე გულიანად ვერ შეიგიდება მეთქი ხო ასე ხარა რაც არ უნდა იყოს ვერ გადაჭრეს ვიღაცა რომ მიწყებს ილიას იმაზე ესპანელობაზე კამაც უცხოელი და სამწუხაროდ ხშირად ხდება ეგ არის ჩემი არგუმენტები მეთქი პირველი ის რომ თოფურია ქართულად იგინება მეთქი როცა ბრაზდება მეორე მეთქი ქართულად იღებს მითითებებს ჩხუბის დროს მეთქი ესე იგი ქართულად ფიქრობს მეთქი და მესამე ის არის მეთქი რომ ილია თოფურიას რომ უნდეს თავის წინაპრების საფლავის მონახულება საქართველოში უნდა წავიდეს მეთქი რა სხვა არგუმენტები არ მჭირდება რა ხოაზე ხარ მართლა მასე არის და იმენად ძალიან და თოფურიას გეგრას ისეთი რა წარე მეგრული ხასიათი აქვს ესეთი ხოაზე ხარ წარე მეგრული რო ხოაზე ხარ ფიცკი თან სვანთან კოჩ ეხლა ვისაუბრეთ რომას ბრძოლაზე რა და შენ თუ ქონია როდესმე გახურება რომასთან ან იგივე სეციაზე თუ შეგიძლია რომ სპარინგი ასპარინგების კი ბიურჯი მოგვზა მაგრამ ბოლო პერიოდში ხოჩამ ცოტა მიგზავნოს ხოლმე სპარინგს მაინც წონებს შორის დიდი სხვაობა არის და მეც ისეთი ვარ რომ დათმობა არ მიყვარს არ კი არის დიდი მაგრამ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩემი გავაკეთო მაგრამ ფიზიკურად ამ სხვაობა რო არის მას ნაკლები ძალის ხმებით შეუძლია ჩემი მთლიანი ფიზიკური ძალა გაანეიტრალოს და ამის გამო ხშირად წელის ტკივილი რაღაცა და ჩემი წელის გამო მოკლედ ბოლო 1-2 მომზადება დაახლოებით მაინც ნუ არ ვჭირდაობდით მაინც რა დგომში და სპარინგი სადგომში ბევრჯერ გისპარინგია თან ძალიან ბევრჯერ და როგორი პარტნიორი არის ანუ მაგალითად სპარინგში როცა არის რა იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ რომას არ შეუძლია რომ go light ისეთი მასტია რა არ უნდა მოდუნდეს მას შეიძლება ჯები და კროსი კი არა და ჯები და ჰამერფის და ჩაგარტყას თავში საიდან რაღაც ვერ დაინახა ხელი აქ აქვს და თავში რო ხდება უხეში ხო ბიჭო და ამას ვეუბნებოდი რომის რა დიდი ხანია რა რომი ანუ ზოგი ადამიანი ისეთი რაღაცნაირად ფიზიკურად ძლიერი არის შეიძლება რომ მართლა ანუ ცხოვრებაში ნავარჯიშები არ კონდეს რა და ბრძოლა არ კონდეს ჩატარებული მაგრამ ისეთი ადამიანები არსებობენ რომ იცი რომ შეიძლება არ იყოს პროფესიონალური მებრძოლი და ვაფშე არ კონდეს ჩატარებული მაგრამ ამ ადამიანთან არ გინდა რა არანაირი აი გეტყვი დაახლოებით აი კუდუხაო don't want to fuck with this guy იმდენად უხეშია თვითონ იმდენად აი ფიზიკურად ნე უხეში ტიპი იყო კუდუხასთან მე არ მახსოვს მე ვარჯიშოს დრილინგის დროსაც კი რაღაცა ტრამვას ვიღებდი სულ და მქონია ტიპებთან მაგალითად hard sparring-ი ჭუბიდან გამოსულ ვარ ტკენის გარეშე შემილია ვიჩეხავ თელდღე დარბაზში და არაფერი ძალიან ისე ვიყო საკაიფოდ რომ დამთავრდება რა ვარჯიში და კუდუხასთან ხო რაც არ უნდა მარტო პროსტა რომ მეჭიდავა მაინც რაღაცა ნატკენი გამოვდიოდი აი იმდენად უხეში იყო რა აი ბუნებრივად არის ეგეთი ტკინა რაღაცნაირი აი კარგიც არის და ცუდიც ხო რომ იმიტომ რომ როცა ვარჯიშობ ადამიანთან პირიქით არ გინდა რომ ეგეთი რაღაცები მიიღო რა ტრავმა და რაღაც და ერთმანეთს ანუ flow როგორ არის ქართულად რა you flow with each other ხო
flows არ ვიცი არ ვთქვა ცურვა რაღაცნაირი. ჩვენ ასე ვამბობთ რომ მიყვებით ერთმანეთს. ხო, ერთმანეთს მიყვებით, მაგრამ თუ ძალიან უხეში ხარ და რაღაც, მაშინ რთული არის, ხო, ეგეთ. რა თემა არის რომ რომას რომა ხო, ზოგადად არის გამართლებული რა, იმიტომ რომ რომა არის მებრძოლი მასეთი სტილი, მასეთი მებრძოლი არის და მე ზოგადად მიმაშინებთ რომ თუ სპარინგობ, თუ უნდა ისპარინგოთ. თუ არა და არ უნდა ისპარინგოთ, იმიტომ რომ შენ თავს ასწავლი არასწორად დარტყმას. რო არ ურტყამ, ხო? შენ თავს ასწავლი არ დარტყმას, ანუ რა. და ბევრჯერ გოჩასთვისაც მისე მიაშენიშნა და თუ თავში ვერ ურტყამ გოჩა მეთქი, ხო? ეს მთელი ძალა ჩატენი კორპუსში დაარღვე, ოკეი რა, არის ახლა მომენტი რა, როცა ის ხო მე ხო უყურებ მისი პარტნიორის ანუ კარგად არის ნორმალურ მდგომარეობაში არის რა ანუ ფუნქციონალურად კარგად უბრალოდ გოჩა არ იმეცებს მაგალითად თავში ხელს არ ურტყავს ბოლომდე რა არა მეთქი მაგეშობია ვაფშე არის სპარინგი ვიდრე მაგი გააკეთო მეთქი თქო რა ბოლომდე რო არ დაარტყა იმიტომ რომ თავში თუ არ ურტყავ კორპუსში დაარტყე და მაგი ზოგადად მიზანშეწორია თუ ხარ მებრძოლი ხო სპორტს კონკურენტ უნარიანი და მოღვაწე მებრძოლი თუ ხარ ხო აუცილებლად უნდა კონდეს მაგი უნარი რომ ბოლომდე იჩხუბო და რა მე ჩემი ყველა ამზადება არავინ არ დამინდია არასოდეს და მაგრამ შემყავდა ყოველთვის ადეკვატურები შემყავდა ვინ თავის დაცვა იცის თავი და ბოლომდე რა ისაც შენ ვისაც შენ ემუშავები ხო ის ადამიანიც იმან რო იცის რომ შენ ძიმ სუბუქად არ მოიქნება არც ხელს არც ფეხს ხო ისაც მსწავლობს თავის დაცვას და ისაც ხელებს სწორად ანაგებს თავში და რა თქმა უნდა ხა პროფესიონალურ მებრძოლს ყოველთვის ყოფნის იმის რეაქცია რომ მიხდეს ახლა რო დაარტყას ხო სავარაუდოდ შეიძლება ჩაქრეს ადამიანი რა და იცი სად უნდა გააკონტროლოს თავი მაგრამ ახლა შენ გადიხარ და შეხებები ვითამაშო მაგი აკრძალული არის და არ შეიძლება რა ბიჭო ანუ light sparring-ი არსებობს light sparring-ი კი რა თქმა უნდა არსებობს მაგის შემოძახეთ ტაქტიკური MMA sparring-ი როცა ჩვენ ახლა მუშაობთ просто drill-out მოძრაობს და ისეთ რაღაცებს light sparring-ი ნაწილი არის სპორტის მაგრამ მძიმე sparring-ის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს რა მაგრამ ძიმე სპარინგის გარეშე არარეალური არის მაგას აზრი არ აქვს ის შენ light sparring-ისთვის არის რომ შენი სახსრები შენი მოტორიკა მოხოდო ეს არის და როგორც დანამატი ხო მიხდი რა როგორც ახლა შენ პროტეინს სვამ და ის პროტეინის დანამატი არის ხო და თავარი საჭმელის გარეშე ვერ იარსებებ რა იგივე არის აი light sparring და სრული sparring-ი რა სრული sparring-ის გარეშე ძალიან რთულია მოიმზადო ვიღაცა თქმა უნდა რამოდენიმე ხალხს შეუძლია მოიმზადოს light sparring-ები და სუბუქი მუშაობით მაგრამ ბაჭო არარეალურია მოემზადო და სრული სპარინგი რა სიხშირით უნდა იყოს ხვიჩი სრული სპარინგი ახლა არის ხალხი მაგალითად უყურე გოჩა ხო კარგად იტანს მძიმე სპარინგებს რა და კვირაში შემიძლია სამჯერ ვასპარინგო სამი სრული ბრძოლა ჩაუტარო ჩანაცვლებით პარტნიორების რა ანუ ყველა ნახევარ რაუნდში როცა ახალი გამოდის კვირაში სამი სპარინგი შემიძლია ესეთი გავაკეთებიო და აიტანს რა მაგრამ ახლა რუსლანი რო ემზადება ახლა რუსლან ბოლქვაძე ემზადება კამარზე და მაგას ხო ცოტა სხვა სპარინგი აქვს კვირაში 1-2 სპარინგი ქონდა მთელ მომზადებაში რა იმიტომ რომ ტრავმებადი მებრძოლი არის რა მაგრამ ხო მაგრამ იმასაც ანუ როგორი ახლა ეს ბარაკარი ხო ირტყმება მომენტში რა და ეს ახლა მე ხოლმე კვირაში 3-ჯერ 5 რაუნდი ჩავატარებინო მაგას და ახლებთან ხო ამას შეიძლება გაატაროს და უკვე გატარებულზე ხო იმ ბარაკატთან ჭუბი არ შეიძლება რეალურად ახლა 8-1-ზე აქვს რეკორდი პანჩერი არის და ცოტა ისეთი სახიფათო ტიპი არის მოკლედ რომ ვთქვა რა და ინდივიდუალური მიდგომა არის რა მაგრამ 2-3 სპარინგი კვირაში მიზანშეწორილი არის ესეთი სრული კონტაქტი პროფესიონალურ მომზადებაზე უგულისხმობთ ახლა რა ჩვენ პროსტა კი არ სპარინგზე კი არ უგულისხმობთ როცა ჩვენ ბადეში ხარ და ერთმანეთში იცვლებით როცა ჩვენ ახლა როგორც მერაბდვალიშვილი ემზადება რა მაგრამ ჩემი ბიჭებიც მასე ემზადებიან როცა ახალი შემოდის მიდის ფულ კონტაქტი და ყოველი ნახევარი რაუნდი იცვლება რა თუ 5 რაუნდიანი მომზადება ყოველი რაუნდი იცვლება თუ 3 რაუნდიანი მომზადება ყოველი ნახევარი რაუნდი იცვლება რა მაღალ ტემპში შეუდის ის რა ქვია რა და მე მეუბნები გოჩას რომ ეს სპარინგი შენ შეგიძლია ახლა ჩაოლებური კიკბოქსეროს სპარინგი ჩვენ შაბათს ხო ითამაშო და არ დაარტყა და გაუფრთხილდე რაღაცა ის სპარინგში მაგალითად 3 რაუნდიანი სპარინგი როცა ჩხუბისთვის ემზადები და ახლები შემოდიან ხო იქ ფაქტიურად არ გაქვს უფლება რომ უბრალოდ ადვილად ემუშაო მეტოქს რა ნახევარძალაში ემუშაო იმიტომ რომ ვიგენი ვარესა დაგლიან რომ საფრთხეს როცა არ გზნობენ რა მოკლედ თქო შენც ვერ განვითარდები რა და მაგის გარეშე ვერ მოემზადებით მე არ ვიცი როგორ მომამზადო მასეთი მძიმე სპარინგის გარეშე და შენ თვითონაც ხო ხშირად ესპარინგები ანუ სრული სპარინგი hard sparring მე რო შევდივარ
მე რო შევდივარ სხვა გზა არ აქვს. მე რო შევდივარ ბოლომდე ურტყამ და თუ არ მომიქნებოდ ბოლომდე და აი, თუ მე არ რომ მომიქნებოდ ნახე რა. ბოლომდე გეფიცები, თუ აი, არ ბოლოს დავაჯინო მე და. ეგ იყო სრული სპარინგი? არა, ხო მგონი? ეს კიდე ლაითი იყო მაგ ლაითი ლაითი იყო, იყო. ხო? ხო. მმ. იმიტომ რომ მაინც ვარჩევ ახლა გასულა აჰა გადის ახლა და კაროჩე რა ცოტა შესარჩევია კი ის და ისა შესარჩევი რა. თორე ახლა თუ ბოლომდე არ გაიცავს მე ვაფშე არ მაინტერესებს იმიტომ რომ ჩემი დავალება ნაგრუს გამივიცე მაგას რა. რა თქმა უნდა არ დავწოვო ნაგრუს გამივიცე და ზოგადად მაგის ძიმე სპარინგი და ძიმე სპარინგის გარეშე და ვინც ყოველთვის მასე მუშაობს ხო როგორც რომადოლიძე როგორც აი კუდუხა რო ამოს ხო ვინც ყოველთვის მასე მუშაობს ხო ყოველთვის რაც არ უნდა დაჟეს კუდუხას ახლა რო თქვა რომ სკილი აქვს რაღაც ხო რო ქონდა ასე რო თქვა ხო რეალურად არ აქვს და არ ქონდა საბზოლო სკილი ასეთი რო თქვა ახლა მრავალფეროვანი რა მაგრამ იმიდან გამომდინარე რომ რადგანაც ბოლომდე ჩხუბობდა ხო ეს დარტყმის მიწოდება იცის ჩხუბი იცის ხო მაგიდან გამომდინარე ახლა რეალურად სკილებთან შედარებით წარმატებული მებრძოლი იყო მის პერიოდში ხო რომია ხო ასე არის ხო ვიზე ვიძახით? კუდუხაზე ვარ ხოზე ხარ ხა ხო შენ რომ კუდუხაზე იძახი იმას რა ქვია რომელიც ახლა ეს გამარზე რო იჩხუბა მაგაზე არა მე სხვა კუდუხას ვიზახ გიორგიზე ვიზახ პატარა გოძლა პატარა ბიჭი რო არის მაგასაც ვიცი მაგის ვიცი ვინ არის ხო მაგრამ ანუ ბევრი მებრძოლი ახლა რომას სკილსეტი რო ვთქვათ ხო ახლა რო ვთქვათ ხო არა ახლა კრივის ბაზა კი ტაილანდურ კრივზე დავდიოდით ერთად რაღაც ბაზა მივიღეთ მაგრამ რასაც ჩხუბობს ხო იმდენი არ აქვს არ თქონდა იმ მომენტში ახლა თქონდა შტატებში იკითხე რომას თუ ნახე ჩვენ ინტერვიუ და ფიზიკურ ძალაზე მაგიტომ ვკითხე რა რამდენი პროცენტს იანიჭებდით ხო რა დამიჯერე რომა არ მინახავს რომ ბოლომდე არ სპარინგობდეს შენ რომასთან იყო ესეთი ახლა ჩვენ დავდიოდით ტაილანდურ კრივზე ერთად ესეთი კაპიტანი ერქვა უკრაინაში ესეთი კლუბი იყო ძალიან მაგარი კლუბი იყო რა აი დავდიოდით და რაღაც მაგარი კოლექტივი იყო და როგორი კოლექტივი იყო ისი ნელა ვერ სპარინგებდი და რომა ხო რაფერი სპარინგებდი მე მაინც ახლა ცოტა ხოლმე უფრთხილდებოდი რა როცა ხედავდი რომ არ იყო ჩემი ლეველი ასე რომ ვთქვათ რა კი იყო მსოფლიო ჩემპიონები იყო ცოტა ნახევრად რომ ვერ დამეწიენ კიდე ასე რომ ვთქვათ რა დგომში მაგრამ რომა ესპარინგებოდა პაվել ჟურავლიოს და საშუალო ტაილანდურ მოკრეს ზუსტად ერთნაირად იმიტომ რომ მნიშვნელობა არ იყო ვინ იდგა რომას დავალება იყო რომ მისი მაქსიმუმი ჩაედო კაროჩი მაგ რაუნდში რა და ბოლომდე დარტყმები მიეწოდა ბოლომდე მისულიყო დასულიყო წინ და მისია ეს კაროჩე რა რეალურად რომას პროგრესი ძალიან ჩქარი პროგრესი არის MMA-ის თვალსაზრისით რა ძალიან მალე გაიჩნდა UFC-ში და ძალიან მალე მიაღწია ყველაფერს რა და მაგარი ადრე რო დაეწყო მაგას ისე მართლა ხო რა ერთ-ერთი მთავარი მიზანია კი იტრავმებოდა ძალიან ხშირად იტრავმებოდა რომა კაროჩე რა სულ ტრამვებით იყო დაჟე ასე რომ ვთქვათ რა სულ ტრამვებით ჩხუბობდა მაგრამ რადგანაც ჩხუბობდა ყოველთვის ხო და ერთი სპარინგი არ შეუტარებია ნახევარი ძალით რა მაგან მისი შედეგი მოიტანა და დღეს ყავს რომა რაფერიც ყავს ასე რომ ვთქვათ რა რომ ხეცი რეალურად პრობლემა არის რა მე თუ ნახეთ ვოლტერ ვოკერი რო არის რა ხო იცი ჯონი ვოკერი მაგის ძმა არის და მასმა მესამე ზედიზედ გადამული ლეგლოკით მოიგო რა ანუ ფეხის მტკივნეულით რა და რომა ხო მაგაზე მაგით იყო ცნობილი თავიდან რა ანუ ეგ იყო ჯიცერი მაგრამ სპეციფიურად ლეგლოკით ეს მისი ფერის სკოლა იყო ჩვენ ყველა მასე ვიყავით ბიჭო მეც ფეხები მევასება რა თქონთ ისა ქალების რა შენ კიდე ახლა არის რამხელა გავლენა ქონდა რომას ჭიდაობის სკოლას უკრაინულ გრეპლინგზე და დღემდეც მაგი გავლენა არის რომ აი უკრაინული გრეპლინგი კაროჩი გამოირჩევა იმით რომ ლეგლოკებით არიან რა და კონკრეტულად ოდესური სკოლა ახლა რომ ჯარხო არავინ არ არის აი რომა წასული არის მეც არა ვარ იქა და ხალხი არ არის მაგრამ აი ძალიან დიდი კვალიდატოა იმენა უკრაინულ ADSS გრეპლინგში UWW გრეპლინგში ძალიან დიდი კვალიდატოა რომას სკოლამ ასე რომ ვთქვათ რა ეს თვითონ ახალი ჰაირიდან მოტანილი სკოლა იყო არა ლეგლოკები არც არსებობდა მაგ დროს როცა ჟირავდი ჩვენ არც იცოდა ხალხმა რა აი ხო და ჩვენ ვიყავით მას მე და რომას ხო რამდენჯერ აბსოლუტური წონა გვაქვს ერთად ნაჭიდაები კაროჩი ფინალი მაქვს რომასთან ნაჭიდაები 1-4 ჯერ კაროჩი რა აბსოლუტურის ანუ რა წონაც არ უნდა იყოს ხო მაგ ნიშნულობა არ აქვს წონას რო კიდაო როგორ არის რომ შენ წონაში დაო შენ არის რომ შენ წონაში დაო და შეჯიბრის ბოლოს ხო კიდე აბსოლუტკას აკეთებენ რა ანუ ყველა წონის ჩემპიონები პირველი და მეორე ნომერები რა ჭიდაობენ ერთმანეთში კიდე რა და მაგიც იყო რა აი ლეგლოგებით იმენა ვაფშე ვანგრევდით კაროჩი მომი ადრე რა რომ არ არსებობდა დაცვაც არ იცოდნენ მაგისი რა კაროჩი ბიჭო რომი გოჩ ყველაზე
ნაკლები ფინიშის მეთოდი BJJ-ში ოღონდ MMA-ში თქვენი აზრით რა არის? ეხლა ეს ტვისტერები და რაღაცები აზე ვარ, მაგრამ უფრო ისეთი ანუ ყველაზე იშვიათი რა, თქვენი აზრით რომელი იქნება რა? გილეტინა შეჩემ. რა? გილეტინა. გილეტინა. კაიფობ და გილეტინს. რას კაიფო გილეტინათი ვინღა ფინიშდება იშვიათად ძალიან. კონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული MMA-ში ვინც დაფინიშებულა. გილეტინა მაინც. გილეტინით არის ხო? პოპულარული კი არის, მაგრამ ჩემი აზრით მაღალი დონის მოჭუბარი ძალიან რთული დასაფინიშებელია გილეტინა. ამერიკა. ვინა? ამერიკას. ქილიამ და ამერიკა გაგრას და დამავიწყოთ თქვენზე გადმოცემა გავიშალოთ თქვენთან ერთად ვიყავით და რაც ლაპარაკობდით. ბოლოს ანუ მაგას თაობარი კი არა და ეხლა რაზეც მინდოდა თქმა ხო რომ თოფურიას სპარინგები რო გაიხსენოთ ხო თქვენ თოფურიას ნელი სპარინგის ვიდეოს ვერ ნახავთ რა. მაგის თქმა მინდოდა მაყურებლისთვისაც რა რომ თოფურიას ლაითად სპარინგობდეს მაგნაირი ვიდეო არ არსებობს. ზოგადად რა ყველა ვიდეოში ბოლომდე ურტყავს, კლავს, აჯენს და ისე ამბობენ ხო ჩაგრავენ მაგაზე ხოლმე წუწუნებს მაყურებელი რა. თუმცა ჩემი აზრით ხო ეს არის ნუ პროფესიონალური სპორტის ნაწილი. პროფესიონალურ სპორტსმენმა ხო არ გაქვს უფლება რა ასე რომ ვთქვათ რა შენ მომზადებებში შენ თვითონ აკლებში არ თქო შენ თავს მომზადების ფაქტიურად იმას რა ქვია ნაწილს რა. მაგიტო მისი შედეგიც აქვს და მაგიტო თოფურია როცა ნაბიჯს გამს უკვე იმაშობა რა ქვია თან ბრიდავს კარგი. თქვენო ნახეთ რა თოფურია რო იყო ამერიკაში კამრო უსმანთან რო სპარინგობდა რა boxing. აი მაშინ ხო არ მიდიოდა full hard bro. He was going light ხო. არ მე მის მომზადებებს ხო. ყველაფერს თავისი დრო და ის აქვს ხო ყველა ზომის ადამიანთან თავისებური სპარინგი გჭირდება. და მეორე რო იყო მინდა აღნიშნო რომ მერაბმა იცის ძალიან სუფთად მუშაობა ისე რომ არ დაგაზიანებს რა. გიფრთხილდება შენს და საკუთარ თავსაც რა ძალიან მაგრა აკეთებს მაგას და მე მგონია აი ჯიგარი ხარ რომი რა აი გამახსენე ეგ უნდა მეთქვა რა რო საუბრობდით რა რომ აი ზოგი არის რომ მარტო full hard შეუძლია რომ მივიდეს მე მგონია რომ მერაბი არის პირიქით არ ბოლომდე არასდროს არ მიდის რა ანუ შეუძლია მაქსიმუმი მიიღოს შენგან შენს მაქსიმუმი მოგცეს რაც შეიძლება სპარინგზე რომ მოგცეს მაგრამ ისე რომ არც თვითონ აიკიდებს ტრავმას და არც შენ აკიდებს რა მომენტი არის კიდე ხა უყურეთ რომ შენ მერაბს რო სპარინგი მოუგო რაუნდი რომ მოუგო ხო შეიძლება მოგკდეს და რაუნდს არ მოგაგებიებს ხო ხა რა რეალურად მისი სტილი არის თუ თოფურიას სტილი არის რომ გადაკატაროს და დომას სტილი არის თუ გადაკატაროს რაღაც ოვერჰენდი ყბაში და რაღაცა გააკეთოს ხო მერაბის სტილი არის რომ რაუნდს არ გაქცევს აი მოგდეი დაიბრიდება კაროში და რაუნდს არ გაქცევს და გაგრას ვინც რაში ძლიერი არის ხო იმას მუშაობს 100% ძალით რა ახლა რო გოჩას ასეთი არის ხო ორი თვე მარტო მერაბთან ორი თვე ხო ძალიან დიდი პროგრესი იქნებოდა რა თქმა უნდა და მივართ მაგი მედია მალე მივართ მაგრამ ამინ და მე ვაბახა გოჩას ხო როცა სპარინგი ჩამოვიდეს გოჩა ვეგასში და უნდა ივარჯიშოს იქ ბიჭებთან კი ჩვენ ახლა ამ ჩხუბის შემდეგ დავიწყეთ მუშაობას ამ ჩხუბის მერე როგორც კი შედგება შემდეგ ჩხუბზე საუბარი კი არა არ მიიღენ არ მიიღენ შემდეგ უკვე დავიწყეთ ვიზაზე მუშაობას მე საინტერესო ადამიანებმა ამკითხეს გოჩაზე ამას წინათ და მივხვდი რომ რაღაცა წინსვლები იქნებოდა მალე რა და ველოდებოდი შენთან საუბარს რომ აი გეთქვა შენ თვითონ რა იმიტომ რომ მე ხო რაღაც შაშამანური რაღაცები შემილია აქეთაც ჩემი მურად და მომდის რაღაცეები ისეთი ხალხი მას შემეკითხა საინტერესომ რომ ნახოთ მე მგონია რომ ამ ჩხუბის მერე მადლობა ღმერთით მოვიგებს და მე უკვე იქნება წინსვლები და ნახოთ просто ამ ჩხუბის მერე გვაქვს კიდე ჩვენ გოჩასთვის სექტემბრის ბოლოს ნაბიჯი ბრეივში ასე რომ ვთქვათ რა ბრეივში ჩინეთში არის ესეთი ნაბიჯი კონტრაქტის გარეშე ხო კონტრაქტის გარეშე ძალიან პოტენციალური ესეთი ნაბიჯი რაც აი უკვე რა თქმას უკვე 9 ღმერთით ყველაფერი სწორად შედგეს, კარგად შედგეს და უკვე 9-0 უკვე როგორ აიცე hard to ignore. ვაზე ხარ რა? ძალიან ძნელია რომ იგნორირება გავუკეთო მაგნაირი მებრძოლეს ესე რომ ვთქვათ რა, სოფლიო არენაზე რა. რა თქმა უნდა, მიწორდება რომ ისე რა ქვია. სადაც კაროჩე ეს პირველად ვახსენე. გვერდიდან გეკითხებიან რომაზე მოკლედ გოჩაზე ესე რომ ვთქვათ რა. ანუ სექტემბერი ბრეივი ჩინეთში, ხო? ხო, დიდი ალბათობა არის მაგის, კაროჩე, ძალიან. მაგრამ რას ფიქრობ, ანუ
ძალიან ისეთი ბრძოლა თუ გამოვიდა რა, მე რა თქმა უნდა არ ამგონია, მაგრამ 5 რაუნდი, არა 3 რაუნდიანი ექნება ხო გოჩას ახლა? აგვისტოში. 3 რაუნდიანი ხო? ხო, 3 რაუნდი. აი ჩათვალე რომ გამოვიდა მაგარი ომი რა, ანუ 3 რაუნდიანი. მაინც მივდივართ სექტემბერში? თუ მიიღენ იმათმა 95% რომ მე თანახმობა რომ გოჩამიჩხუბოს მაგიჩხუბი და ჩვენი თავარი დავალება რა არის ახლა აქ რომ ჩვენ მე გოჩას ვსტილობ რომ მეტი 3 რაუნდიანი ჩხუბი ვაჩხუბო რომ როგორ არის აი ცოტა კლად კეთილი გავლენა არა აქვს მაგ 5 რაუნდიანი ჩხუბებს იმიტომ რომ 3 რაუნდზე გადაწყობა ძალიან ძნელი არის ახლა თვითონ გოჩა მოგიყვება და მაგას რა просто შეგოჩი შენთვის ახლა რაფერი ძნელი იყო 3 რაუნდებზე გადაწყობა ახლა 2-5 რაუნდიანი მომზადების შემდეგ ახლა ასე რომ თქვა ძალიან რაუნდიანი ერთი არ ქონდა მარტო გოჩას მომზადება 3 მქონდა 3ჯერ მომზადდა თან გადამულად 3ჯერ მომზადდა 5 რაუნდიანისთვის და ორგანიზაციის ბატკაი არა გამდენი ზართულია ხო როცა მოგიწევს ეგ მერე საკმარისია რა მენტალურად ხო დაწყება ძალიან ძნელია 3 რაუნდის იმიტომ რომ 3 რაუნდს სხვა ტემპი ჭირდება რა სხვა ფეისი რა იყო ყველაზე რთული გოჩა აი ყველაზე რთულად რა გამახსოვდა 5 რაუნდიანისთვის მზადდებაში good question წარმოვიდგინე რომ განსხვავება თავარი ჯერ 3 ჩხუბის ხო ჭიდაობისთვის მზადებოდი და ცალკე ეს 5 რაუნდიანი კვირაში 2ჯერ 3ჯერ სპარინგები როცა გეცლება 2 და 3 პარა გადამულად ანუ მხოლოდ ეწოლა ორგანიზმისთვის როგორი სტრესი არის მე ცალკე ჭიდაობის სესიები აგრესიული თან როგორც წრიულებს ვეძახით ჩვენ არის რავი სასწაულია რა ანუ დამწვარი რო ხარ ხო გადამწვარი და წარმოვიდგინე გადამწვარი სახში მიდიხარ იღვიძებ დილით ვარჯიში საღამოს კიდე სპარინგი გაქვს რა გაღვიძებას ვინ შევის ზოგჯერ დაღლილობისგანაც რო ვერ იძინებ რა დაღლილობისგან არა ზოგადად აღდგენა კარგი მოგსხოლე მაგრამ ეს სპარინგების მერი ხო ძილი რომ მიჭის არის თავი მიდუხასი ადგილისგან რა მაგარითია სამი არ დამეძინოს ხოლმე და რამდენჯერ მქონია შემთხვევა რომ ბიჭო მისპარინგია მაგრად და სახში მოვდივარ წესი დაღლილი ვარ უნდა გავითიშო და არ მეძინება ხო ასე ხარ რა მაგ ადრენალინმა უკვე შევიდა სიცი და всё უკვე აზრი არ აქვს აზრი არ აქვს მე ვждები PlayStation-ს თამაშობ ცოტა რაღაც ყურადღებას გადამაქვს რომ ბიჭო მე აი ვერ დავამოვა PlayStation 5 to 4 5 ბიჭებო არჩე თქვენთან შემიძლია კი იცით თქვენ რომ დღე და ღამე გაუჩერებლად ვილაპარაკო მაგრამ საიგი რაღაც ვარი აქვს ლიმიტი აქვს მაყურებელს რომელსაც შეუძლია დაждდეს ახლა 1 საათი 2 საათი თან აქეთ ჩვენთან მიდის კიდე ესენი რა ქვია გასაქცევები ვარ ასე შემდეგ და ესე იგი ველოდები ივენტს როდის მოგილოცავთ წარმატებული ივენტს და გამარჯვებებს ერთი სული მაქვს ყველას მიხარია რომ რაღაცები ხდება და თქმა უნდა ივენტის შემდეგ ჩვენ ყოველთვის თქვენ კუთხეში ვარ და აუცილებლად გვექნება ჩამოჯდომა ესეთი და საუბარი უკვე შედეგებზე ამ ივენტის ესე იგი შემაჯამებელი და იმედია გოჩა ძმაო შენი მომავალი მალე დაკავშირდება ამერიკასთან რა იმედია და მეიცი რატომ მიყვარხართ მე რაც არ უნდა street bum ვიყო ბათუმში რო ჩამოვალ ყოველთვის მეყოლება საძმო როგორიც არის ერთი შეზლონგი გომზადეთ ამას გოჩ ხვიჩ ჩემი ძმები ხარ ჩინეთში გელოდებით თუ არა და საქართველოში შემდეგზე გნახავთ გეხუტეთ და მაგრად ძმებო მიყვარხართ მაგრად გულში ხართ გაიხარეთ საქართველოს გაუმარჯოს ჯოს გავუმარჯოს